მოგესალმებით, ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას საჯარო სხდომის ფორმატში. ჩვენი სხდომები ტრადიციისამებრ გადაიცემა ტელეარხი მაესტროთი, მადლობა დიდი მათ და ასევე საზმაუწყებლის საპარლამენტო არხით და ორივე მედია საშუალების თანამშრომლებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მათი ჩათვლით, ვინც ამ სხდომებს ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის თარგმნის ან კიდევ სურდო ენაზე თარგმნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი სხდომები და აქ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი ან კიდევ შეხსენებული. ჩვენ დღეს ორ თემას ვიხილავთ, ორი პირი არის გამოსაკითხი. პირველი თემა გახლავთ მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხი, რომელიც 2009 წელს როგორც მაშინდელმა ხელისუფლებამ გითხრა მოხდაო, აღიძრა სისხლისამართლის საქმე და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სისხლისამართლის საქმე იმ ჭრილში, რაც არის 2008 წლის აგვისტოს ომი და ზოგადად სამხედრო პირებთან და ჯართან მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების ქცევა, მოპყრობა მათდამი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჯარის და სამხედრო საქმის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ის თუ როგორ ჰქონდა მითვისებული ხშირ შემთხვევაში ეს ფუნქცია შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს ომის კვლევისას ვნახეთ ის გაუგონარი რამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა სამხედროების ბედი და მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და მისმა მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა რეალურად გადაწყვიტეს, რომ სამხედროების ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალში შესვლა არ იყო გამართლებული, სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ეს იყო გამართლებული. მუხროვანის ამბოხის სისხლისამართლის საქმეშიც ფიგურირებს სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი, მასთან დაკავშირებულ ვიდეოს ჩვენ ნახავთ, როდესაც პირველი გამოსაკითხი პირი შემობრძანდება, ეს გახლავთ გენერალი კობა კობალაძე, ხოლო მეორე თემა არის ჩორჩანის მიმდებარედ პრემიერ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრისა და შემდგომ პრემიერ გიორგი გახარიას მმართველობის პერიოდში საგუშაგოს განთავსების საკითხი, რამაც რეალურად ძალიან სერიოზულად დაძაბა ადგილზე ვითარება და როგორც მაცხოვრებლებმაც ბრძანეს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ იქ საომარი მოქმედებებიც დაწყებულიყო ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ამ სოფლის მკვიდრი გვეწვია ჩვენ დღეს დილით და ის ისაუბრებს ადგილზე რა ვითარება იყო. ახლა მინდა სამდინოს ვთხოვო, რომ ბატონი კობა კობალაძე, გენერალი კობალაძე სახმელეთო ჯარების სარდალი წარსულში, ასევე ეროვნული გვარდიის სარდალი, დამსახურებული სამხედრო და ბევრი ჯარისკაცისათვის და ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ავტორიტეტული პიროვნება შემოაცილონ დარბაზში. ის დღეს ვეტერანების ხელმძღვანელია და ვეტერანთა უფლებებს იცავს და გვეხმარება სახელმწიფოს ამ საკითხების მართვაში. ბატონო გენერალო, მოგესალმებით, ბატონო კობა, დამბრძანდით. მადლობა მობრძანებისთვის. მე თქვენ სანამ შემობრძანდებოდით უკვე წარგადგინეთ. ამიტომ პირდაპირ მადლობაზე გადავალ. მადლობას მოგახსენებთ, რომ მოიცალეთ თქვენ დღეს ვეტერანთა შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციას ხელმძღვანელობთ და ძალიან დატვირთული ბრძანდებით. მე თხოვნა მაქვს, რომ როდესაც თქვენ ჩვენგან წაბრძანდებით თითოეულ ვეტერანს ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის მებრძოლებს კომისიის სახელით დიდი მადლობა გადაუხადოთ. პროცედურას დავიცავთ თქვენი ნებართვით. თქვენ ტექსტს გაეცანით სამდივნოსთან ერთად. ეს არის გაფრთხილების ტექსტი, რომელიც ამბობს, რომ კომისიის წინაშე განზრახ-ცრუ ახსნა განმარტების მოცემა კითხვებისთვის თავის არდება პასუხზე უარი სჯება სისხლისამართლის წესით და ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი და შევდგეთ საუბარს. ბატონო კობა, ჩვენ თქვენი ნებართვით სულ რამდენიმე წამიან ვიდეოს გავუშვებთ. თქვენ ზურგს უკან ეკრანია გაშლილი. ჩვენ საუბრობთ მუხროვანის ეგრეთ წოდებულ ამბოხზე,
სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც თქვენ გენერალი კობა კობალაძე იყავით დაკავებული, იყავით საპატიმროში. მე მახსოვს თქვენი სასამართლო პროცესებიც, რომლებსაც ზოგჯერ ვესწრებოდი კიდეც და სააკაშვილის სასამართლოს პირობებშიც კი მათ გაუჭირდათ შეკერილი სისხლის სამართლის საქმის თქვენს წინააღმდეგ დაცვა და უდიდეს ნაწილში სისხლის სამართლის ბრალდების, მათ შორის სამშობლოს ღალატში, რომელიც თქვენ უსინდისოდ დაგაბრალეს, თქვენ გამართლდით. იყო თუ არა ეს რეალურად ამბოხი და რას ამბობდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ადგილზე მივიდა, იმიტომ რომ ამ ეგრეთ წოდებული ამბოხის კონტექსტში იყო კვლელობაც და სიცოცხლის ხელყოფის სხვა ფაქტებიც და ამაზე თქვენ ისაუბრებთ. მე მინდა საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც შეიძლება არც კი იცის და პირველად ნახავს ამ ვიდეოს, ვაჩვენოთ რა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როდესაც ადგილზე მივიდა. მე მინდა რომ გთხოვოთ ჩართოთ ეს ვიდეო. ორი გვამი მჭირდება. მომიწოდეს ორი გვამი. всё. პრემია დიდია. ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია. ამ რამდენიმე წამში არის ჩადებული, გთხოვთ დაბრუნდეთ, არის ჩადებული სააკაშვილის მმართველობის მთელი არსი. სად თქვა ეს მინისტრმა, რა იყო ადგილზე ვითარება, რატომ მოითხოვა ორი გვამი შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოდეს და რეალურად მიუტანეს თუ არა მას ეს ორი გვამი და რა მოხდა რეალურად, ქრონოლოგიურად, რომ როგორც თქვენ ჩათვლით იმთან მიმდევრობით ფაქტებს გულისხმობ, მაგრამ ქრონოლოგიურად რომ გვიამბოთ ყველაფრის შესახებ. და ასევე ჩემი თხოვნა იქნება აგვისტოს ომი არ გამოგრჩეს მხედველობიდან, იმიტომ რომ მაშინაც და ახლაც იყო მოსაზრება, რომ ეს იყო გარკვეულწილად გაგრძელება რაღაცა ამბის, რატომღაც და მთლიანობაში სახე იმისა, თუ როგორ ეპყრობოდა სააკაშვილი და მისი პოლიტიკური მმართველი გუნდი ჯარს, სამხედროებს და მთლიანობაში სამხედრო საქმეს. აგვისტოს ომში ვნახეთ რაც ქნეს და მუხროვანი ხომ არ იყო ამის გაგრძელება. გთხოვთ. კი ბატონო, დღე მშვიდობისა მოგესალმებით. პირველ რიგში ყველას ლომისობას გილოცავთ. შემწე იყოს თქვენი ოჯახების და ჩვენი სამშობლოსი. გადავალ კონკრეტულ იმ საკითხზე, იმ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ რო გავიხსენოთ ის დინამიკა, თუ რა მიმდინარეობით ხდებოდა ეს პროცესი და ვითარდებოდა, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების შორის, როდესაც ფაქტობრივად მართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული მთლიანად სახელმწიფოში, ქვეყანაში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენ სამშობლოს სახე, ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირის უნარი, ეს იყვნენ ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ მრავალი ჩვენ გმირი, მრავალი გულანთებული და პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო ხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, ჩვენ თუ გადავხედავთ დინამიკას, რა პროცესები ვითარდებოდა ის, რომ ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული იყო და აზელილი ერთმანეთში ცრემლი, ტკივილი, განცდა, მრავალი ათასობით ახალი ლტოლვილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი. პლუს ამას ემატებოდა ის, რომ პრესტიჟი ქვეყნის არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის და რამოდენიმე ათეული სოფელი, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით და უფლით იყო გაჯერებული და მოხსენიებული იყო ქვების ხროვად, გროვად და
იმ პერიოდში იყო დაკარგული თუნდაც დროებით, მაგრამ რეალობა ეს იყო. აქედან გამომდინარე თვითონ განცდა იმის, რომ ეს ტვირთი საკმაოდ ძიმედ ადგებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ერთხელ წარმოაჩინა უუნარობა მართვის და ძირითადად ჩვენი რიგითი მოსახლეობა და ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. თუ გავიხსენებთ დინამიკას იმ პროცესების, ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და რეალურად უწევდნენ მეგზურობას, გიდობას და მოხსენებით საღამოებს უმართავდნენ. ეს იყო ის რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე საკითხი წარმოიშვა ალბათ, ჩემი ვარაუდია ეს, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომელიც ამ მძიმე ტვირთს გადაფარავდა. და გადაფარავდა არგუმენტირებულად, ლოგიკურად. ჩვენ ვიცით, რომ ფასადური პიარის ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლები იყვნენ და შემოქმედები. ამ ფასადურ რეალობაში და ფასადურ პიარში, როდესაც არ არის გათვალისწინებული ადამიანის განცდა, ღირებულებები, ადამიანური გრძნობები, როდესაც ადამიანს არ აქვს სამშობლოს შეგრძნების უნარი, მისთვის ეს ყველა დანარჩენი არის სხერპლად აღიარებული შემადგენლობა და ზუსტად ჩვენ რომ დინამიკას კიდე ვიძახი გადავხედოთ, ჩვენ წარმოვიდგინოთ ის, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს იყო უდიდესი მსხვერპლი, იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. იყო აბსოლუტურად მორღვეული ახლა მართლობა, მე არ მინდა შორს წავიდე, მაგრამ საერთო საჯარისო ოპერაციები ეს არის პროცესი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თავისი უნარჩვევებიდან მიუხედავად, რამდენადაც პატრიოტები არ უნდა იყვნენ, რამდენადაც გულანთებულები არ უნდა იყვნენ, ისინი არ არიან უნარჩვევებით დაჯილდოებული, რომ აწარმოონ ხანგრძლივი საბრძოლო საერთო საჯარისო მოქმედებები. ისევე როგორც ჯარისკაცები და ოფიცრები თავდაცვის სამინისტროსი არ არიან იმაზე ორიენტირებულები, რომ სამბრძოლო ოპერატიული საქმიანობა აწარმოონ დასახლებულ პუნქტებში და სხვადასხვა შეკრების ადგილებში. აი ეს განსხვავება იყო, ეს მართლობა იყო რეალურად აღრეული. აღრეულთან ერთად ჩვენ რომ დავიწყოთ საუბარი, საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტები ერთობლიობაში ქმნიან ეფექტს საერთო საჯარისო ოპერაციების განხორციელების. ჩვენ რომ შევხედოთ პროცესს, აღმოვაჩენთ, რომ არც ერთი საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტი არათუ მართვაში არ იყო, არამედ ურთიერთქმედებაში არ იყო ერთმანეთთან. ეს იყო დაზვერვა, ეს იყო ლოჯისტიკა, ეს იყო საინჟინრო უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. ამიტომ არ ხდებოდა არც ევაკუაცია, არ ხდებოდა სწორი გათვლები მიმართულებაზე, ხდებოდა უკვე შეშვებული ჯგუფების კორიდორის არქონის გამო მათი იქ ჩატოვება და ფაქტობრივად მათი რისკის და თავგანწირვის ფასად ეს ყველაფერი ხდებოდა. აი ესეთი რეალობა, ესეთი ქაოსი იყო, ამას ემატებოდა კვლავ კიდევ პანიკა. მე უკვე აღარ ვიძახი ინსტიტუციებს შორის არარსებულ ურთიერთქმედებაზე, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ჩვენ ვიყავით მივლინებული იმ მიმართულებით, გთხოვეს, ჩავედით და მოგვიწია სასჯელ აღსრულების სპეცდანიშნულების ბიჭებთან ერთად კონკრეტული ამოცანების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შემართებულები იყვნენ, გულიანები იყვნენ, თავგანწირვის უნარით ახსილები იყვნენ, რეალობა იყო სხვა. მათი უნარჩვევები, მათი მომზადება და მათ წინაშე არარსებული ამოცანებიც არ იყო ზუსტად განსაზღვრული და გაჯერებული. თავდაცვის სამინისტროში იყო გეგმები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ასე თუ ის მოქმედება. როდესაც საუბარი მიდის
თავდაცვის სამინისტროს ან კონკრეტული ოპერაციის დაგეგმარების მიმართულებაზე, ის დაგეგმარება არ არის მარტო ან შეტევაზე ორიენტირებული, ან თავდაცვაზე. ის დაგეგმარება გაწერილია პუნქტების მიხედვით არასტანდარტულ ქმედებებზეც, რომ პირადი შემადგენლობა უნდა იყოს მზად ამა თუ იმ ვითარებისთვის. ეს შეიძლება იყოს არასტანდარტული, შეიძლება იყოს ახალ რეზერვთან წინააღმდეგობა, სადივერსიო სამუშაოებთან წინააღმდეგობის გაწევა, მოწინააღმდეგის შეკრების ადგილზე საარტილერიო ცეცხლის ზემოქმედება, სხვადასხვა ისა, ამაზე აღარ გაგიშლით ამ თემას. რეალურად ეს გეგმები, როგორც აღმოჩნდა, არ არსებობდა. ამ გეგმებზე ნებისმიერ ოპერაციებზე დგება სხვადასხვა ვარიანტზე გათვლილი უდიდესი კრეფსი სამუშაოების, რომელიც არ არის მარტო სურვილებზე აწყობილი და არ არის მარტო შეგრძნებებზე აწყობილი. ეს არის აწყობილი დაზვერვის ინფორმაციაზე, აწყობილი მოწინააღმდეგის შესაძლო შემადგენლობაზე, იმ სარეზერვო ძალებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ ამაში ყველაფერში ჩართული. ამას ემატება პლუს ისიც, რომ რეალურად შენი ჯარების შეფასება, შენი ძალების შეფასება უნდა მოხდეს. ამ შეფასებას ემატება ის, რომ შენ რეზერვზე უნდა ისაუბრო. ამ რეზერვებთან ერთად უნდა იყოს შესაბამისი განკარგულებები გაცემული. შესაბამისი განკარგულებების გაცემის შემდგომ უნდა იყოს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა იყოს შესაბამისი რესურსები გამოყოფილი, რომ აღნიშნული განკარგულებები იყოს შესრულებადი. და ამასთან ერთად აუცილებელია ამ შესრულებასთან ერთად მიმდინარე კონტროლის განხორციელება, რომ ახორციელო კონტროლი რა ეტაპზე რა ხდება. კონტროლი არის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. კონტროლთან ერთად, ჩემო ბატონებო, არის უზრუნველყოფის ელემენტები, რომელიც გამოხატულია იმაში, რომ სწორედ მოხდეს ევაკუაცია დაჭრილ დაშავებული სამხედროების და სამოქალაქო პირების. იყოს მოწყობილი შესაბამისი ლოკაციები, სადაც ისინი იქნებიან ორგანიზებულად გადმოყვანილები და ასე შემდეგ. ეს პირველადი შეხების ეტაპი. მეორადი ეტაპი არის მეორე ეშელონირებული ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგივიდა მოწინააღმდეგეზე ზემოქმედება და გამარჯვების ეიფორიაში აყოლამ გამოიწვია მოწინააღმდეგის მხრიდან ინიციატივის თავის ხელში აღება, ან საავიაციო, ან საარტილერიო, ან სხვა ზემოქმედების საშუალებებით, შენ უნდა გქონდეს რესურსი იმის, რომ შემდგომი სიძლიერე დაიკავო შემდეგ ეშელონზე, რომ მოხდეს გადაჯგუფების უზრუნველყოფა. ბევრი ესეთი საკითხი იყო, რომელიც არა მარტო არ იყო გათვლილი, არამედ არ იყო განხორციელებული. მე ინსტიტუციებს შორის ურთიერთქმედებაზე აღარ ვიძახით. და ზუსტად მაგაზეა საუბარი, როდესაც გეგმები გათვლილი იყო, მეთქი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდა აბსოლუტურად. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას რაღაც სიყვარული აქვს ქვეყნის, მაგრამ ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა იმ უნარჩვევებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რაც იცოდნენ. როდესაც ადამიანმა არ იცის იხარჯება და არასწორი მიმართულებით მიდის რაღაც პროცესი, ეს უკვე საწინდარია წარუმატებლობის. მე რასაც უყურებდი და როგორც უყურებდი დღეს, რასაც ვხედავთ, ბევრი სიტუაციის გამოსწორება გვჭირდება ჩვენ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, იმიტომ რომ არის პირადი შემადგენლობა იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, არის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროსი, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის, რომლებიც იყვნენ ქაოტურად გადასრულილები. საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ არსებობს განკარგულებები მათი მივლინების შესახებ, მათ მიერ მარშის განხორციელების შესახებ, მაგრამ იმ პირად შემადგენლობაში, სადაც ისინი კონკრეტულ ამოცანას ასრულებდნენ, არიან დაჭრილები, ხო, არიან, კი ბატონო, ფინანსური პოლიციის სპეცნაზიც იყო, გეთანხმებით, არიან დაჭრილები, დაშავებულები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სტატუსი, მაგრამ გვერდზე მდგომს არ აქვს, იმიტომ რომ არც მივლინებაა და არაფერი მათ მიმართ. ამ ყველაფრის გამოსწორება ჩვენ გვიხდება. ეხლა ეს რეალობა რომ დავხატოთ, ამ რეალობიდან გამომდინარე საჭირო იყო რაღაცა ქმედება, ინიციატივა, რომლითაც მოხდებოდა ამ ტრაგედიის გადაფარვა.
ჩვენ რომ მე მუხროვანი სამხედრო ნაწილში ნამყოფიც არა ვარ, იმიტომ რომ სტრუქტურულად მუხროვანი სამხედრო ნაწილი არ ექვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროს, არ იყო ჩემ დაქვემდებარების არეალში მყოფი შენაერთი და იყო სხვა უწყებრივი შენაერთი, მე არ ვარ საერთოდ ნამყოფი, რომ გავიხსენოთ 2009 წლის 5 მაისი რეალურად რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, მე საკმაოდ ადრე მეწყება დღე, ეს ალბათ წარსული ჩვევებიდან გამომდინარე, 6 საათზე უკვე ჩემ აქტიურ ცხოვრებას ვიწყებ. მოხდა ისე, რომ გასული ვიყავი, ვივარჯიშე ბავშვის ფეხსაცმელი მქონდა გადასაცვლელი, იმიტომ რომ წამომიღია 45 ზომა და ზარი შემომივიდა იმ პერიოდის რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიდან და კიდევ სხვა ჟურნალისტებიდან. მე დავუპატიჟე, აინტერესებდათ თემა. სიმართლე რო გითხრათ, მე არ ვიცი ეს თემა რა ხდება, იმიტომ რომ ხელშემხედვა არ მქონდა იმ პერიოდში, არ ჩამირთია არც ტელევიზორი, არც ერთი, არც მეორე. არ ვიცოდი რა ხდებოდა, რეალურად არ ვიცოდი. გითხრეს რა თემა გვაინტერესებსო? არ ვთქვიათ რა თემა, თქვენთან გვინდა ჩაწერა, თქვენი რაღაც საკითხია, რაღაცა ხდება, რაღაც განცდა რო იყო, რაღაცა რო ხდებოდა ახლა, შეგრძნებები ყველას გვახასიათებს. 2009 წლის 5 მაისი. 5 მაისია ზუსტად მახსოვს. მე იქ ძაღლები მყავდა სანადირო, რაღაც იმათ მოვემსახურე, დავპატიჟე სახში უარი თქვეს ამოსვლაზე და მე კინო საქართველოსთან ვცხოვრობ ნაძალადევში. გამოვედი სახლი, კარგით, მაშინ აქავართო და იქნებ მობრძანდეთო. კარგით, მეთქი მოვალ, მოსარიდებელი რა მქონდა. აქსად კინო საქართველოსთან მოდიო ორიენტირი მომცეს კინო საქართველო, იცით თქვენ ალბათ კინო საქართველო, მეთქი ვიცი კი ბატონო. და არა, მათ მომცეს მე ორიენტირი და მეც მივედი კინო საქართველოსთან. მივედი, იქ არის საბავშვო ბაღი, დაბლა, დამხდნენ რა თქმა უნდა ჟურნალისტები. გამეღიმა იმიტომ ბოდიში გაწყვეტინებთ, რომ მე როცა კანდიდატი ვიყავი ნაძალადევში კენჭს ვიყრიდი, კინო საქართველო იყო ნაციონალების შტაბი, ოფისი. კი ბატონო. და თქვენ რომ დაგიბარეს იქ, მაშინაც ასე იყო? არა, მაშინ საქართველოს კინოთეატრი დაკეტილი იყო მაშინ, მაგრამ მაშინ არა მარტო კინო საქართველო იყო ოფისი, სამფლობელოდ იყო შეგრძნება მათი ის, რომ ეს ქვეყანა არის მათი სამფლობელო. ეს რეალურად ესეთი განცდა იყო მაშინ, ხა რაზე ვისაუბროთ ამან. ვიდექი ჟურნალისტებს დამისვეს კითხვა რაღაც და მეც ახლა ვაკვირდები ვითარებას, იმიტომ რომ არასტანდარტული ვითარებაა გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის ყოველდღიურად, არ გადაადგილდება ტრანსპორტი ამ ქუჩაზე. გარკვეულად მე ვაკვირდები ამ რაღაც მიმართულებით. ამ დროს თქვენ კომენტარზე დგახართ უკვე? მე ვარ კომენტარზე, თან გვერდებზე, ფლანგებზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები წინა მხრიდან. ვერტფრენი ამოიწია, მარცხნიდან თვალის კიდეთი დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ რაღაცას. ხო და თურმე რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ კაც. მაგაზე აღარ არის საუბარი, მოვიდნენ. ხო, ჟურნალისტებს გამოაყვაინეს ჩემი თავი, იმიტომ რომ რა საჭიროება იყო ამისი, არ შეტყობინება მომსვლია, არც არ აქონია მაგის პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა მიიღეს დავალება, რომ გამოიყვანեն კაცის მაგრამ მეორე მომენტში სხვა განცდაც იყო დაუფლებული ამ სიტუაციის, იმიტომ რომ მათ არავის არ ჭირდებოდა ჩემი ინტერვიუ, მე როგორც მივხვდი შემდგომში განვითარებული პროცესებიდან, იმიტომ რომ საკმაოდ ახლა ზრდილობიანად მე აუქს ვერ ვიტყვი იმ ადამიანებზე, ვინც დავალებას ასრულებდა და ვინც ფაქტობრივად მაუწყა ის, რომ ჩემი უფლებები შეკვეცილია იმაში, სანამ სამართლებრივი კითხვებია ჩემ მიმართ, დავჯექით მანქანაში მათთან ერთად და საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა მათთან ერთად მოძრაობის, იმიტომ რომ არც ერთი დაწესებულება არ მიიღებს. ყველა გაკვირვებულია, იმიტომ რომ რაღაცა ესე მშვიდად და იმით მოხდა
კობალაძის მიღება საწაიყვანონ ეს კობალაძე არის მეორე ამოცანა და მეორე განცდა ამის და ბოლოს უთხარი რომ მეთქი ბიჭებო თუ ესე უხერხულობას გიქმნით მეთქი გააჩერეთ მანქანა გადავალ და ჩემი წავალ მეთქი სახშიგაც ნუ არა ნუ რასაში წახვალ წამოვედით მე როგორც იქნა მიმიღო იმ პერიოდში მოდულის შენობა როგორც იქნა სხვადასხვა ლოკაციაზე მივედით მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ შორის სამმართველოში მათ შორის ნუ არავინ არ მიმიღო იმან რა ქვია მოდულის შენობა ფიზიკურად მიდიოდით ამა თუ იმ განყოფილებაში და რას ეუბნეოდნენ რომ წაიყვანე აქ არ მოიყვანე მე არავინ არ მითანხმდებოდა საუბრის შინაარს რას ეუბნებოდნენ მაგრამ იმის შეგრძნება მქონდა რომ იმაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატელეფონო საუბარი იყო და გამომატრიალეს უკან. მე მიმაყენეს სხვაგან გამომატრიალეს უკან. მე საბოლოო ჯამში ეთყობა მიიღეს მითითება რომ ნუ კარგით კურთხევა მიიღეს რომ მოდულში მიიყვანეს და მათთან ერთად მეც გახარებული ვიყავი რომ საბოლოო ჯამში გაგვისაზღვრეს ადგილმდებარეობა სადაც უნდა მივსულიყავით და მივედით მოდულის შენობაში აბსოლუტურად იქ ვიგებ იმ პერიოდში იმას რომ არის ნუ მუხროვანის თემა არის ნუ რაღაც თემებზე ვისაუბრეთ ჩემთან დაკითხვაზე გამომძიებელი არ მობრძანებულა ვიყავი თუ არ ვწდები არ ვიცი 48 თუ 72 საათი და მე გაიმართა სასამართლო პროცესი ნუ სასამართლო პროცესიც საკმაოდ არ იყო და ესეთ გასაუბრება იყო უბრალოდ აბა ჩვენ ეს გვინდა და თქვენ თუ ხართ მომხრე რომ ჩვენ ეს გვინდა და ხა აი ეს გვინდა რას ნიშნავს ნუ ეს გვინდა იმას ნიშნავს რომ რაღაცა ამბოხია რაღაცა ხდება რაღაცა პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში სიღრმისეულად გვინდა რაღაცეების გარკვევა და იქნებ გზამკვლევად დაგვიდგე ამ საკითხში და ხა რაც არ ვიცოდი იმის გზამკვლევი ვერ ვიქნებოდი ვერანაირად მე ბატონო კობა თქვენ საუბრობთ ძალიან კარგად და მაქვს განათლება მიღებული ზოგიერთი სხვა აქ მყოფი ფორმიანისგან განსხვავებით ხო არ ვიცი და კარგად საუბრობთ, მაგრამ ნახეთ რა კითხვა გამიჩნდა. მოდით ნუ მოვერიდებით მაინც კონკრეტიკას. სხვანაირად კითხავთ, თქვენ არ ხართ ვალდებული ჩემი ტერმინი გამოიყენოთ. გზამკვლევად დაგვიდექი ნიშნავს, რომ ვიღაცებს ხელი დაადედან ჩაუშვი? არა, ნუ ესეთი რამე ნიშნავს, მაგრამ რას გულისხმობ? რომ ხელი დაადედა, უთხარი ეს ალბათ ადამიანობიდან გამომდინარე თვითონაც არიკადრებდნენ და არც მაკადრებდნენ. არც გაკადრეს, მაგრამ გზამკვლევად დამიდექი აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს? როგორი რამე იყო, იცით, როდესაც პროცესი ხო თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რაღაც ანალიზის უნარი და რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე უნარი. ახლა ჩემ მიყვანასთან ერთად უცებ ვაკვირდები, რომ მიდის აქტიური მოქმედებები, ვიღაცების მოცილება, ვიღაცების გაცილება, ვიღაცის ისეს. უბრალოდ სურათი ვერ იკვრება იმ აქტივობების სურათი, რაზეც არის ეს ყველაფერი განხორციელებული. ჩემთვისაც არ იკვრებოდა ეს ყველაფერი იმ პერიოდში, შემდეგ უკვე დავიწყე ამ ყველაფრის ამოხსნა და ერთ-ერთი ალბათ უმთავრესი ის იყო, რომ უკვე სასამართლო პროცესზე, როდესაც დაიწყო აქტიური განხილვები, სამართლოს პროცესამდე, როდესაც აი საზოგადოებაში იყო ეიფორია შექმნილი იმის, რომ ხდებოდა რაღაცა კონკრეტული მოქმედებები და ამ ეს მოქმედებები სახელმწიფომ აღმოაჩინა და წინ აღუდგა ამას და გმირულად გაიმარჯვეს ამ ყველაფერზე. რა მოქმედებები იყო, რა სიღრმისეული საკითხი იყო, არ ვიცოდი ეგ თემა. თქვენ რაზე გქონდა ბრალი წაყენებული? მე მქონდა ბრალი წარდგენილი, შეიძლება სწორედ რო ვთქვათ, რაზე არა მქონდა ბრალი წარდგენილი, მქონდა წარდგენილი ბრალი იმაზე, რომ მე მოვახდინე ორგანიზება შეიარაღებული არაფორმალური შემადგენლობის მობილიზების ქვეყნის მუხროვანთან კავშირში? ხო, ეგ იყო მუხროვანთა კავშირი იყო ქუდი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ მე მქონდა წარდგენილი ის, რომ მე მოვახდინე ორგანიზება შეიარაღებული შემადგენლობის მობილიზების
ქონდა დაგეგმილი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების დაკავების და უმაღლესი მართველი პირების ლიკვიდაციის. ეს იმხელა დიდი სინთეზია ამას, არ ვიცი, თუ ადამიანი ყოფნის ალბათ რაღაც ვირტუალური სამყაროდან გადმოსულიან. ამ დროს უკვე სპეცოპერაცია მიმდინარეობს მუხროვანში. მე ამდენი არ ვიცი, ხა რეალურად არ ვიცი ეს ყველაფერი, მერე და მერე, ფაქტობრივად ადვოკატი შემოვიდა, ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ და უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა კონტურები, რაზეა საუბარი. ბატონო კობაში, თქვენ იმას გვეუბნებით, თუ სწორად მესმის, რომ მოდულის შენობაში, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე ჯოჯოხეთურ ინსტიტუტად ითვლებოდა მოდულის შენობა, იქ რომ მიგიყვანეს, იქ გაიგეთ პირველად სხვებისგან, რომ თურმე რა გაქვთ ჩადენილი. სწორად გაიგეთ? მერთია მოწამე სიმართლეს ბრძანებთ, იმიტომ რომ არ ვიცოდი ხა, მაგრამ სანამ სასამართლო პროცესზე წაგიყვანეს 48 საათში თუ 72 საათში არ გახსოვთ, ხო? იქ ალბათ აღკვეთის ღონისძიების საკითხი იყო ალბათ პირველ სხდომაზე განხილული, ხო? აი იმ პერიოდში, იმ რამდენიმე ათეულ საათში, თქვენ უკვე გაიგეთ ის, რასაც ახლა ამბობთ, რომ რა შეგედებოდა? რა თქმა უნდა, როგორი რამეა იცი? როგორ გაიგეთ? როგორ გავიგეთ? ადვოკატთან კომუნიკაცია იყო ოჯახის წევრებიდან რაღაცა და უბრალოდ კითხვა-პასუხის ახლა ძირითადად და სიღრმისეულად მე არ ვიყავი ამ თემაში გარკვეული, მაგრამ რაღაც კონტურები და მონახაზი ამ ყველაფერს გამოვიდა. სანამ სასამართლო პროცესზე გვეტყვით, ახალგაზრდებისთვის რომ განმარტოთ, ჩვენ ეს არ გვჭირდება, ვიცით, მაგრამ ახალგაზრდებს ჭირდებათ. როდესაც თქვენი თავი ჟურნალისტებს, მათთან შეკრულ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს გამოაყვანინეს მოტყუებით სახლიდან, ვითომ ინტერვიუ უნდა ჩამოგართვან, ხომ? და იქ ერთმფრენიც მობილიზებულია, გზა გადაკეტილია, ვინც იცის გურამიშვილის გამზირი, ეს არის ერთ-ერთი სასიცოცხლო არტერია ჩვენი დედაქალაქის და იქ წარმოუდგენელია, რომ მანქანა არ მოძრაობდეს დილის საათებში, ეს არის გადაკეტილი, რეალურად სპეცოპერაცია თქვენი აყვანის, ასე დავარქმევ. ამას ხვალგვარად და ეს გადაიცემოდა რაზეც, ალბათ შეიძლება ამას უარყოფითიც აქვს, მაგრამ დადებითიც ლაივში რო გადაიცემა დადებითიც აქვს, იმიტომ რომ რუსთავი 2 როგორც ჩემი გამომყვანი იყო, ასევე რაღაც სხვა გეგმების განხორციელების წინაღობა იყო. მე ესე ვაფასებ. ლაივში როდესაც გადაიცემა, იგრძნელია ასე. სხვა რამე არ ლაივში რო ხრიტავდა. მეორე მომენტია, როდესაც ამ ყველაფერს ინტერპრეტირებას უკეთებს სხვანაირად. იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ, ყველა ისეთი პერიოდი იყო მოცემულობა ისეთი იყო, რომ შემდეგი პროცესიც რო განვითარდა, არავის არ ჭირდებოდა ჩემი დაჭერა, იმიტომ რომ მარტო მე არ ვიცოდი, რატო დამაკავეს, თვითონაც არ იცოდნენ, როგორც ბოლოში გაირკვა. და რას გეკითხებოდით, ნახეთ ახალგაზრდებისთვის გასაგონად, წაგიყვანეს, გასეირნეს ბრჭყალებში, არავინ არ გიღებთ, არ იცით რატო დაგაკავეს და შემდეგ რაც შეიძლება ალბათ თუ ამაზე მძიმე რა უნდა დააბრალო სამხედრო პირს საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს ჯარისკაცს, რომ შენ ამბოხს აწყობდი შენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს. თქვენ აი ასე მოგექცნენ და მე კიდევ ნახოთ როგორც მოგექცნენ სასამართლო პროცესებზე ვისაუბრებთ. ამ დროს თქვენ, ჩვენ ვიცით, ბავშვებს რო უთხრათ ახალგაზრდებს, თქვენ ვიმბრძანდებით ამ დროს. რა დამსახურებები გაქვთ ქვეყნის წინაშე, რომ გავიხსენოთ ყველამ ერთად? გეტყვით. პირველ რიგში მე არ მინდა იმაზე ვისაუბრო ჩემ პიროვნულ განცდებზე, მე უბრალოდ მყავს 5 შვილი და იყვნენ ძალიან პატარები მაშინ და ყველაზე მძიმე იყო ჩემი შვილების ფსიქოლოგიური სტრესი და ტრაუმა, როდესაც მთელი ცხოვრება ზრდიან, იმიტომ რომ სამშობლოა, სამშობლოსთვის ისინი უნდა იყვნენ ვალდებულებები და უცებ მათი მშობელი, მათი გამზრდელი ამ მუხლით ხდება დაკავებული და პლუს ამას მიდის უსაგნო, უაზრო ჩხრეკა, მაგაზე აღარ არის საუბარი, ამასთან ერთად ამ მშობელზე მარტო არ წდება ეგ თემა, ანუ მათ მშობელზე. ხდება ჩემი დედაჩემის დამსახურებული პედაგოგის, დედა მყავს უმაღლესი მათემატიკის სპეციალისტი და არის დამსახურებული პედაგოგი, შვილის არასათანადო დაღზრდისთვის სკოლიდან გლისბილეთით უშვებენ.
ისევია მამაჩემთან მიმართებაში, იმიტომ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მამა იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც კერძო ბანკი ჰქონდა მეგობრებთან ერთად და ამ დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური მიმდინარეობას შესწირა ეს თავისი ფინანსური და სხვა რესურსი. მე აღარ ვსაუბრობ ჩემ ნათესავებზე, მეგობრებზე და ასე შემდეგ. ეს პროცესი ვითარდებოდა. ბავშვების თემა იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, იმიტომ რომ საჯელ აღსრულებიდან გამოსვლის შემდეგ რამოდენიმე წელი მიწევდა ბავშვებთან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობა. მე ამაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ არ არის ის თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. მოხდა ეს. მერე იყო ის, როდესაც სიტყვა, დამსახურებაზე საუბრობ თქვენ. კი ბატონო, გეტყვით, ყველაზე ჩემი დამსახურება არის ის, რომ ჩემ ქვეყანას 5 ღირსეულ მოქალაქეს ვზრდი. მე ვიყავი საქართველოს ისტორიაში პირველი ანტიტერორისტული ცენტრი, რო ჩამოყალიბდა შავნაბადის ბატალიონი, პირველი შავნაბადის ბატალიონის ჩამოყალიბებელი და მეთაური. ვიყავი საზღვაო პირველი საქართველოს ისტორიაში შედეგიანი საზღვაო დესანტის გამხორციელებელი, სადაც დავიჭერი მძიმედ, მაგრამ დაჭრის მიუხედავად ჩემი თანამებრძოლი ჯარისკაცი გამოვიყვანე. მაქვს 9 ცეცხლსაშორისროლი ჭრილობა, მაქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ერთადერთი ცოცხალი ვარ, ვისაც 3 ვახტანგ გორგასალი აქვს, პირველი, მეორე, მესამე, მაქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის და ორდენი საბრძოლო მამაცობისათვის, ასევე მაქვს ოქროს სამკერდე ნიშანი ქვეყნის სამშობლობასათვის თავდადებისთვის. ეს იმ პერიოდში სანამ გამამწესებდნენ იმ დაწესებულებაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. თქვენ როდესაც დაგაკავეს, უკვე გენერალი კობალაძე ბრძანდებით? მე როდესაც დამაკავეს, ვიყავი უკვე გენერალი კობალაძე და 2002 წელს მე მომენიჭა ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება ამერიკის შეერთებული შტატების. ასეთი ეს უბრალოდ ჩემი მაქვს განათლება მიღებული, დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დამთავრებული მაქვს საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების სასწავლებელი, მაქვს დამთავრებული უმაღლესი სამხედრო აკადემია ფრუნზე, მაქვს დამთავრებული გარმიშ-პარკენ-ხინკერის ანტიტერორისტული ცენტრის კურსი, აგრეთვე გლობალიზაციის ინტეგრირების კურსი, მაქვს დამთავრებული სანრემოში კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი, მაქვს დამთავრებული ჩინეთის გენერალური შტაბის აკადემია, მაქვს დამთავრებული სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფების მოქმედების კურსები და ასე შემდეგ. მადლობა. შესაბამისად, თქვენი პასუხიდან, ამ პასუხიდან ეს ყველაფერი მაგდრომდე მქონდა დამთავრებული, ის ვერ დეგრადაციაზე წავედი. ხუმრობა იქით იყოს, ახალგაზრდა თაობამ ამ თქვენი პასუხიდან გამომდინარე ძალიან კარგად დაინახა და დაინახავს, რომ თქვენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, იმიტომ რომ რუსთავი 2 ვინც არის ის მაშინ პირდაპირ იყო ხელისუფლების გაგრძელება, მიტაცებული მედია საშუალება, რომელიც უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდა ერთ-ერთ მესაკუთრეს, ამისთვის სტრასბურგის სასამართლოც გახდა საჭირო, მაშინ იყო გაგრძელება ხელისუფლების მოტყუებით ასეთი რანგის პროფესიონალი სამხედრო გენერალი, მრავალი დამსახურების მქონე საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, სამხედრო მშენებლობის საქმეში დამსახურების მქონე ასეთ პირს მოტყუებით გამოიყვანს სახლიდან და მაპატიეთ გამოთქმისთვის ჩააგდებს ციხეში გამოგონილი ბრალდებით. ეს არის მთელი თქვენი საქმის ფაბულა. ეხლა გავაგრძელოთ, როცა აღკვეთის ღონისძიებაზე წაგიყვანეს, იქ თუ იყო რამე ისეთი, რაც იმსახურებს განსაკუთრებით ხაზგასმას და შემდეგ უნდა ვთქვათ, პარალელურად რა ხდებოდა, იმიტომ რომ იქ 2 ასევე დამსახურებული სამხედრო და თქვენ ისაუბრებთ, მე
მოგიწოდებთ ამისკენ და გკითხავდით, ვინ იყვნენ ესენი, ვინც რეალურად ჩაცხრილეს, მაგრამ გადარჩა. ასევე იყო ბატონი კრიალაშვილი, რომელსაც სიცოცხლე მოუსწრაფეს და დახვრიტეს. კი ბატონო. დააბრალეს რა ამბოხი და რეალურად ამბოხი რაც დაარქვეს, ეს მერეც რო გითხრათ, მაგრამ სასამართლოზე ხომ არ იყო რაიმე ყურადსაღები რო გითხრათ. გეტყვით. მე წეგან რო საუბრობდით, ფაქტობრივად მოხდა ისეთი რამე, რომ მე დავიწყე ამ პროცესების ნელ-ნელა მიდევნება და ამ პროცესების შემასში შევსება, რა ხდება და როგორ ხდება. იმიტომ რომ პირველადი პროცესი, როდესაც ორთვიანი წინასწარი მომისაჯეს არამედ იქ კიდევ სხვა მოიყვანეს, მუშკუდიანი იყო ესეთი ოფიცერი, მას 18 წლის ბავშვი ყავდა შეშემო პირი, რომლის მომსახურებისთვისაც საჭირო იყო მამის ყოფნა სისტემურად ამ ბავშვთან ერთად. ითხოვა რომ იქნებ, არაფერი ისეთი მეც უთხარი რომ აგერ ვართ ჩვენ, ის საკმაოდ აი ეს სწრაფად გაიარეს ყველაფერი, რომ ორთვიანი ჩამოგვირიგეს ყველას, მერე მიდის პროცესი, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს როგორ ერკვევა სიტუაცია. ამ დროს ჩვენ ვიცით რომ ისეთი ატმოსფეროა და ეიფორია, ჩემთვისაც ისეთი უცნობი თემაა, რომ ბოლო-ბოლო გავერკვევი იმაში, რომ მე აღნიშნულ ვითარებაში უბრალო ვარ, მაგრამ ეთყობა რაღაცა ხდებოდა. აი ჩემი აზრი ეგ იყო, რომ ეთყობა რაღაცა ხდება, იმიტომ რომ ესე სიცარიელეზე ესე როგორ რანაირად. მერე მოხდა, მე ხო გითხარით, ფასადური პიარი საკმაოდ ხელოვნების დონეზე ქონდა თაყვანილი, უცებ მოხდა ვიღაცეები არიან ძებნილები, ვიღაცეებზე გამოყვეს ჯილდოები, სახელმწიფომ დააწესა, რომ მათ დაკავებაზე ან იმაზე ჯილდოა გარკვეული. მეც მაინტერესებს ეს პროცესები როგორ მიდის. მერე ირკვევა ის მე უკვე საჟელახსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ჩატარებული სპეციოპერაციის შედეგად კრიალაშვილი გიორგი დაიღუპა, დახვრიტეს, ოთანაძე კობა და ამირიძე ლევანი ფაქტობრივად მოკლეს, დახვრიტეს ესენიც, მაგრამ ცოცხლები დარჩნენ, იმიტომ რომ გიორგის თუ არ ვცდები ქონდა კრიალაშვილს 3 ტყვია მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს 8. ყველა მკვდრები იყვნენ, ესე რომ ვთქვათ. მცდელობა იმისი, რომ მათთან ვიღაცას მცდელობა ქონოდა, რომ დააკავებდნენ ინტერესში ეთყობა არავისთან არ იყო, მიცვალებული არ საუბრობს, მაგრამ ღვთისნებით ეს ორი გადარჩა. და მე მინდა რომ თქვენ წარმოვიდგინოთ 3 ადამიანი. ახლა გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე. ჩვენ გქონდა თანამებრძოლი იყო ჩვენ გქონდა ურთიერთ საკმაოდ შეხებები, უდიდესი პატივისცემით ვიყავი მამ და ჩემზე უფრო მეტი თუ არა ნაკლები დამსახურების ადამიანი არ იყო გიორგი კრიალაშვილი. და ეს იყო ჩვენთვის წარმოუდგენელი თემა ის რომ გიორგი ქვეყნის წინააღმდეგ და სამშობლოს წინააღმდეგ იყო რაღაცაში ჩართული. ბატონო ყომა სამივეს იგივე ტიპის ბრალდება გქონდათ რაც თქვენ? სამივეს იგივე ტიპის ბრალდება გქონდა, მე გეტყვით უბრალოდ გაგიხსნით უცებ და იმას. ეხლა რაც შეეხება ამირიძე ლევანი. ამირიძე ლევანი არის დაჯილდოვებული, უფრო ახალგაზრდაა ეს 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში. ის იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ბატალიონის ხელმძღვანელი, რომელმაც სტრატეგიული ბომბდამშენის მფრინავები ტყეში გამოიყვანა და ჩააბარა. რუსული ბომბდამშენის მფრინავები, ყბადაღებული თემა რო იყო მფრინავები, ერთი დაიღუპა, ერთი ცოცხალი იყო. ხო, თქვენ ფრთა გაგდა, იმას მფრინავები ყავდა. ერთი მკვდარი და მეორე ცოცხალი ჩააბარეს სხვათაშორის საჩხერის პოლიციის ხელმძღვანელს. დამსახურებული ადამიანი სამშვიდობო პირველი სპეცდანიშნულების ბატალიონის სამშვიდობო მისიაში ჩართული და ასე შემდეგ. და წარმოუდგენელი თემა იყო, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში იყო ჩართული.
იგივე შეიძლება ხა ოთანაძესთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ სპეცდანიშნულების ქვეყანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის და შემდეგ ციხეში უფრო ისე დავახლოვდით და დავმეგობრდით ერთმანეთში, მანამდე არ მქონია ისეთი აქტიური შეხება ოთანაძესთან. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს უკვე, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ და მერე ხდება უკვე დინამიურად მინდა რა ხდება და როგორ ხდება. მუხროვანი სამხედრო ნაწილი. მუხროვანი სამხედრო ნაწილის მეთაური იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელში განკარგულების შესაბამისად პირველად შევიდა ცხინვალის მიმართულებით და მასზე არის დაჯილდოვებული ამისთვის საბრძოლო ორდენი მამაცობისათვის დამსახურებული ოფიცერი. მუხროვანის ბაზა მთლიანად იყო დაკომპლექტებული გორის სატანკო ნაწილის პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირება შეცვლილი გორიდან მუხროვანში. შიდა ქართლის მაცხოვრებლებით იყო ძირითადად დაკომპლექტებული და ბევრი სამხედრო ნაწილი საბრძოლო ქმედებებიდან გამოსული საბრძოლო ნაწილი, რომლის პირად შემადგენლობის ზოგს ძმა ყავს დაკარგული, ზოგს ნათესავი, ზოგს ბიძა, ზოგს თანამებრძოლი. მაგრამ რეაბილიტაციას გადიან, იმიტომ რომ ის პერიოდი მე მინდა რომ გაგახსენოთ ეს დინამიკა, აღვიდგინო იმ პროცესების სამხედრო ნაწილში, მუხროვანში მათთან ერთად იყო დისლოცირებული ასევე ეროვნული გვარდიის რაღაც შენაერთი, რომელმაც უკვე ტელევიზორიდან გაიგეს ის, რომ თურმე თავიანთ ნაწილში ამბოხია. მანამდე არავინ არ იცოდა. რომელაშვილები, ბირთველიშვილები, სუხიტაშვილები, ეს არის ის შემადგენლობა, რომლებიც გმირებად იყვნენ აღიარებულები ამ სატანკო ნაწილის, მაგრამ მათ იმ პერიოდში მათი გვამები მოძიებული არ არის, როგორც მრავალი ათეული ჯარისკაცის გვამი არ არის მოძიებული. და თქვენ ეს იმ ფასადური პიარის ერთ-ერთი ნაწილია, რომ 26 მაისში, მაისისთვის, რამდენადაც ვიცი, ქონდათ ჩანაფიქრი დიდი აღლუმის გაკეთების, რომელიც იყო ჩვენი აღმავლობის დასტური უნდა ყოფილიყო. ესეც გასაკვირი არავისთვის არ იყო, იმიტომ რომ 2008 წლის აგვისტოში თქვენ გახსოვთ ის, რომ საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და აღრევა იყო ცრემლის, სისხლის და ამის და აქ რუსთაველზე დიდი კონცერტი იყო გამარჯვებისადმი მიძღვნილი. და არავის არ გაკვირვებია ეს ყველაფერი. მუხროვანის ბაზაზე მოხდა ისეთი რამე, ოფიცერთა შემადგენლობა, ერთად ნაბრძოლის შემადგენლობა, მე რამდენადაც მე გავიგე და მე ვიგებ, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან ხო კომუნიკაცია მქონდა, იმიტომ რომ ვკითხე რა ხდება, ხა ჩემთან დამალვის არც საფუძველი ქონდათ ამათ და არც მიზეზი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეც ვიყავი ამ ბრალდების მედროშე, ესე რომ ვთქვათ. ხდება ესეთი რამე, რომ ოფიცერთა შემადგენლობა, პირადი შემადგენლობა და ეს იკვეთება მერე სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დროსაც კი აბსოლუტურად არაფერი არ იყო არც დაუმორჩილებლობის ნიშნების მახასიათებელი და არც ამბოხის ნიშნების მახასიათებელი, უბრალოდ ოფიცრები საუბრობდნენ ერთად. სამხედრო ნაწილი არ არის იზოლირებული, არ არის გამაგრებული, თავისუფალი შესვლა, გამოსვლა კაპეპეზე რა თქმა უნდა საშვების იმით და ამით ხორციელდება. საბრძოლო ტექნიკა სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში. სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია, მისი პირადი შემადგენლობის სამხედროების საერთოდ არის ორი მდგომარეობა. ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან ბრძოლობენ. სხვა პროცესი დარღვეული არ იყო. ყოველდღიური საჯარისო განწესიდან გათვლილი ფუნქცია მოვალეობების სამხედრო ნაწილში შენაერთში სრულდებოდა. არ იყო რაღაც განსაკუთრებული პირობების შემოღებული მართვის და როდესაც ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს, თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმე იყო, ვკითხე, მაინტერესებდა, აზრი, მიზეზი, რის გამოც მან ჩათვალა ის,
რომ სამხედრო ნაწილი დაუმორჩილებლობის რელსებზე იყო გადასული, მან თქვა, რომ ეს იყო მისი ვარაუდი. და ეს ვარაუდი რამ გამოიწვია? თუ ვარაუდი გამოიწვია ამან თქვენ მაშინ თქვენი ხელმძღვანელობა რატო არ ჩააყენეთ საქმის კურსში? იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე ირკვევა ის, რომ პარალელური უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ფაქტობრივად ემისრად ამუშავებს ერთ-ერთ სამხედრო თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსანს, თავისი დირექტივები მიაწოდო სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილიდან გამოიტანოს დირექტივები, დანარჩენი ვერტიკალი სამხედრო ხელმძღვანელობის გენერალური შტაბის უფროსთან სისტემატობით საქმის კურსში არ არის, რა ხდება და როგორ ხდება, ამათმა შეფუთეს ის, რომ რაღაცა წინააღმდეგობა არის. ეს როდესაც ესკალაცია უკვე მოხდა, ის პირადი შემადგენლობა, რომელიც ერთად საუბრობდნენ მეგობრებთან, დაუბრკოლებრივად გამოდიან სამხედრო ნაწილიდან და მიდიან. ხო, დაუბრკოლებრივად გამოვიდნენ და წავიდნენ. მერე ხდება ამ ფასადური პიარის დუღილის ტემპერატურამდე აწევა, იდენტიფიცირება ვიღაც პირების, რომ ესენი არიან მტრები, ესენი უნდა იყვნენ ან ლიკვიდირებულები და და სახელმწიფომ ქუდი მოირგო იმის, რომ მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს, ისევე როგორც ჩაახშეს სამაჩაბლოში მაცხოვრებელი გმირი მოსახლეობის თავდაცვის უნარიანობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ისევე როგორც კოდორის ხეობაში ჩაახშეს თავისუფლებისათვის ლტოლვა. ეს იყო რეალური სურათი, რაც იყო. ბატონო კობა, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რომ ასე შევაჯამოთ ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აქაც ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში რეალურად მართვის ბერკეტი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელიც ჩვენ ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს. თქვენ ამბობთ, რომ მას ყავდა ემისარი, რომელიც მუხროვანიდან მას მიუტანდა ხოლმე ამბებს და შემდეგ ის ადგილზეც კი მივიდა. კი ბატონო. და რეალურად მან მართა პროცესები. ამ დროს სწორად გავიგე, ხო? კი ბატონო. ამ დროს სად არის თავდაცვის მინისტრი? ხომ არ გამოიკვეთა ეს პროცესი? როგორი რამეა, იცით, ეხლა მე თქვენ რასაც გესაუბრებით, ეს საკმაოდ ნათლად აჩანს სასამართლო მიმდინარეობის კრებსი. და იქ რა გამოიკვეთა? სად იყო ამ სასამართლოს მიმდინარეობის კრებსებიდან გამოიკვეთა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს მმართველობა გათიშული იყო ის ცენტრალური მმართველობა, ის პირადი შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ დაქვემდებარებაში იყო იმ მაღალ ჩინოსნის, ჩემ წინაშე წამოდგა ესეთი კითხვა და მე ეს კითხვა დაუსვი სასამართლო პროცესის დროს, მიმდინარეობის დროს, სადაც გამოიკვეთა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მართავდა აღნიშნულ პროცესებს, მე ვკითხე ის, რომ თქვენ როგორც ხელმძღვანელი პირი, რომელსაც უშუალოდ ოპერატიულ დაქვემდებარებაში, არა მარტო, არამედ პირდაპირ დაქვემდებარებაში ყავთ აღნიშნული შენაერთი, თქვენ შემოგბრძანდით შენაერთში, აღმოაჩინეთ ის, რომ თქვენი სიტყვით, რომ არასაწესდებო მმართველობა მიდიოდა ის და რაღაცა საკითხები არ ესადაგებოდა ყოველდღიურ წესდებით გაწერილ თემატიკას, თქვენ როგორც ხელმძღვანელმა, რატომ იქვე არ მიიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული ნაწილის ხელმძღვანელობა რატო არ გადააყენეთ თანამდებობიდან, რომლის უფლებამოსილება და ვალდებულება მას ჰქონდა და ხელმძღვანელობა რატომ არ დაიქვემდებარეთ თქვენ თავთან. და ამის შესახებ და საინტერესო იყო ის კრებსით შეტყობინება თავდაცვის სამინისტროში იმაზე, რომ მუხროვანის ბაზაზე იყო არა საწესდებო ქმედებები არ გაჟღერებულა, ინფორმაცია არ წასულა. რატომ რა გიპასუხა? აი ეგ მაგაზე იყო პასუხი ის, რომ არ იცოდა და მაგიტო ალბათ, არ ვიცი. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კითხეთ? არა, ეს არის თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსანი, რომელსაც პირდაპირ ვალდებულება ჰქონდა. კითხეთ და არ ვიციო. როგორი რამეა, იცით, მმართველობის ვერტიკალი რო ავიღოთ კონკრეტულ შენაერთში, რომელიც დაქვემდებარებაშია და აგერ გენერალი ბრძანდება აქ და პირები ბრძანდებით სამხედრო თემასთან ახლო მყოფი და
ადმინისტრაციულ მმართველობასთან შეტყობინება ქვევიდან მიდის ზევით მორიგესთან მორიგე ვალდებულია რომ მაკონტროლებელი ჩააყენოს ხელმძღვანელობა რაც არ მომხდარა აბსოლუტურად არ მომხდარა მაგრამ მოხდა სხვანაირი შეტყობინება მოხდა შეტყობინებაც მოხდა ტელევიზორიდან მოსახლეობა იგებს რომ მუხროვანში ამბოხია მუხროვანის პირადი შემადგენლობაც კი არ არის ინფორმირებული იმაში რომ მათ ნაწილში ამბოხია მე წეღანაც გითხარით ეროვნული გვარდიის შენაერთი იყო ნაწილში რომელმაც გაიგო ტელევიზორიდან რომ მათ ფანჯრის იქით თურმე ამბოხი ხდება მაგათთან ეს გაიგო ეს ყველაფერი სასამართლო პროცესზე ვლინდება ჩემთვის ეს იყო არა მარტო გაუგონარი არამედ წარმოუდგენელი ბატონო კობა 2009 წლის 26 მაისი არის პირველი 26 მაისი აგვისტოს ომის შემდეგ რომელიც უნდა ეზეიმა სააკაშვილს და ქვეყანას რომელსაც ის არაფრად აგდებდა ასთა სხვადასხვაობა მსჯელობა ხომ არ იყო ამასთან დაკავშირებით როცა თქვენ ბრძანეთ რომ ოფიცრებს შესთავაზეს აი ბევრი ტკივილის და ტრამვების მერე წაგებული ომის მერე რომ 26 მაისში პირველი 26 მაისი აგვისტოს ომის მერე მიიღე მონაწილეობა და უბრალოდ საუბარი იყო და რა საუბარი იყო არა როგორი რამეა იცით მე თქვენ გეტყვით ახლა როგორი საუბარი ის რომ სამხედრო ნაწილში მოქმედი პირადი შემადგენლობა რომელიც ფიცითაა შეკრული ქვეყნის წინაშე და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე არის პასუხისგებელი მისი უმთავრესი ამოცანა არის ის რომ ემსახუროს ქვეყანას და ემოცია არ იყოს მისი მმართველი და წარმმართველი მაგრამ მე ამავე დროს გითხარით ის რომ აღნიშნული პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელობა ისევე როგორც სხვა ნაწილების საბრძოლო ნაწილების ხელმძღვანელობები საუბრობდნენ თავიანთ მორალურ მზაობაზე იმ პერიოდში როდესაც მათი თანამებრძოლები და დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა კვლავ უგზო-უკლოდ დაკარგულები არიან მათი მორალურ მზაობაზე რომ რამდენად ექნებათ მათ მორალური მზაობა იმის და რამხელა ბარიერი უნდა გადალახონ იმისთვის თავიანთ მორალურ თემასთან დაკავშირებით რომ 26 მაისს წარმოაჩინონ ქვეყანა არა როგორც თავლაბ დასხმული არამედ როგორც ღირსეული სამშობლოს წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით იყო განხილვა. ამასთან დაკავშირებით და ამას დაარქვეს ამბოხი? აბსოლუტურად მე ხო ამ ადამიანებთან კომუნიკაცია მქონდა და მაქვს კიდეც. მათი განცდა იმის რომ რაღაცა წინააღმდეგობა ვიღაცისთვის გაეწიათ და ფაქტობრივად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავის ემოციისთვის გაქანება მიეცათ, ამის განცდა არ ყოფილა. ბატონო კობა, შეიძლება სწორია თუ არა ასეთი ფორმულირება, შეიძლება თუ არა რომ ასეთი რამ ითქვას. გარკვეულმა ოფიცრებმა, იმიტომ რომ მათი თანამებრძოლები ჯერ კიდევ არ იყვნენ გადმოსვენებულნი, ან დღემდე უგზო-უკლოდ დაკარგული არიან დღემდეც კი, რომლებმაც იბრძოლეს ქვეყნისთვის, ნახეს რომ მორღვეული იყო მართვა, მორღვეული იყო ყველაფერი ის, რაც ომისთვის და ომში გამარჯვებისთვის ქვეყანას სჭირდება და რომ პოლიტიკური მმართველობა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ნახეს რა ეს ყველაფერი თავის თვალით, იმ მომენტში, როდესაც მათ დაუძახეს, მიიწვიეს, მობრძანდი და 26 მაისს გარკვეულ პიარულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეო, მათ ამასთან დაკავშირებით გამოთქვეს გარკვეული კითხვები. და ამას დაერქვა ამბოხი? მე ვერ გეტყვით რომ კითხვები გამოთქვეს, უბრალოდ ასრთა გაცვლა გამოცვლა იყო თავის თანამებრძოლებთან ერთად. ისეთი რაღაცა რომ მაგრამ ამასთან დაკავშირებით იყო რომ ასეთი რაღაცა მომხდარი, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რაშიც ვართ. კი ბატონო. და როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ? მორალური მზაობა რამდენად აგვაქვს? ზეიმში მონაწილეობის მორალური მზაობა. რომ პირადი შემადგენლობა დავაყენოთ მწკრივში, ჩაუდგეთ სათავეში, როცა მათი თანამებრძოლების გზაკვალი ჯერ კიდევ არ ვიცით და პასუხ გაუჩენთ. და ეს აღიქვა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინააღმდეგობად?
სხვა განცდა მე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მე არ მქონია ამათთან ურთიერთობის შემდეგ. იმიტომ რომ უფრო მეცაც გეტყვით, სხვათა შორის სტრასბურგის სასამართლომ ჩემი საკითხი როგორც უპრეცედენტო სამართლებრივი დაერღვევა რიგის გარეშე მიიღო განხილვაში, მიენიჭა ნომერაცია და იმის შემდგომ, როდესაც ნაწილობრივ მე სასამართლოში გავმართლდი საქართველოში, შემდგომი ეტაპი იქნებოდა სტრასბურგში და შეტყობინება ჰქონდა იმის, რომ მე უკვე უნდა გამგზავრებულიყავი სტრასბურგში ჩემ რწმუნებულთან ერთად, ადვოკატთან ერთად, აღმოჩნდა და არ მომეწონა, როდესაც ვკითხულობდი, რომ პირველი ფურცელი იყო ინტერპრეტირება ჩემი სარჩელის იყო ის, რომ გენერალი კობალაძე საქართველოს წინააღმდეგ. მე ეს არ მომეწონა და ჩემ ადვოკატს ვკითხე, რომ იქნებ შევცვალოთ მეთქი და არ შეიძლება ფორმა არის ესეთი სამართლებრივი, რომ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქალაქეს საკითხს, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა თავის ქვეყანაში. ეგ იყო მიზეზი იმის, რომ მე სტრასბურგის სასამართლოში ჩემი საქმის შემდგომ განხილვაზე ვთქვი უარი. ეგ იყო მიზეზთან მიზეზი. სააკაშვილის სასამართლოშიც კი ეს უნდა ითქვას და შემდეგ ერთი ნაწილი არ უნდა გამოგრჩეს და კითხვები დაისმება. სააკაშვილის სასამართლოშიც კი შეძელით იმდენად შავით თეთრზე იყო ბრალდება შერაცხული უსაფუძვლოდ, რომ გამართლებულიყავით. რაში გამართლდით და რა ბრალდება დაგრჩათ? ხო, გავმართლდებოდი, იმიტომ რომ ერთიანად გაკვირვებულები უყურებდით ერთმანეთს, ბრალდებელიც, მოსამართლეც და მჟდაუდებულიც ჩემი სახიდან. მე დამიტოვეს ბრალდებაში იარაღის უკანონო შენახვა, რომლითაც ფაქტობრივად გაამართლეს იმ 9 თვეზე უფრო ცოტა მეტი ხანი სამარტოო საკანში ჩემი ყოფნა. მანამდე იყო ჩამოსული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ იმ პირობებს, რომელშიც მე ვიყავი და დასკვნა და გაკეთებული ის, რომ ამ პირობებში ადამიანის ყოფნა ნიშნავს ყოველდღიურ მასზე განხორციელებულ წამებას, მაგრამ ესეც არაფერი არ არის, კიდე გეუბნებით, ყველაზე დიდი ჩემთვის დატვირთვა იყო ჩემი შვილების იმედგაცრუება, რომ არ ქონოდა ჩემ შვილებს ქვეყნის და სამშობლოს წინაშე მიმართ. ეგ იყო უმთავრესი. გავმართლდი ამ საკითხში. რომელ საკითხში? სამშობლოს ღალატში, ამ ორგანიზებაში, იმიტომ რომ ფაქტობრივი გარემოება არ ესადაგებოდა რეალურ ვითარებას, რომელიც ჩემ წინაშე იყო წარდგენილი და განთავისუფლებული აღმოჩნდი სასამართლო დარბაზიდან. ესე იგი, გენერალი, რომელსაც უამრავი დამსახურება ჰქონდა და აქვს სამშობლოს წინაშე, დააბრალეს, რომ მან უღალატა სამშობლოს, ამ სიტყვების წარმოთქმაც კი ურთულესი არამც თუ ამის გაფიქრება და შემდეგ თვითონვე მიხვდნენ, რომ უბრალოდ საქმე თავს ვერ იჭერდა და თვითონვე გაგამართლეს, ანუ თქვეს, რომ თქვენ თურმე სამშობლოს ღალატი არ ჩაგიდენიათო. ბოდიში თუ მოგიხადათ დღემდე ვინმე? ეთყობა ემზადებიან. ჯერ არ მოუხდია. ჯერ ალბათ ჩემამდე ვერ მოვიდნენ. და მაგ პროცესში ჩემი ძმაც დავით კობალაძეც ცხინვალის ციხეში იყო, ფრჩხილები დააძრეს, მან სამხედრო მოსამსახურე იყო ისიც. ბატონო კობა, აი ჩვენ ვიდეო ნახეთ, მაპატიეთ ბატონ თენგიზ, როდესაც ვარო მერაბიშვილი აი იმ სიტყვებს ამბობს, ორი გვამი მჭირდება, ეს არის მაშინელი შინაგან საქმეთა მინისტრი, კადრებში ჩანს ერეკლე კოდუაც. ეს კადრები სად არის გადაღებული, რომ განმარტოთ? მე არ ვიცი, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ეს კადრები არის მუხროვანის ბაზაზე გადაღებული. ასე არის, დიახ, და ის მე ვერ შევაფასებ, მაგრამ მე არა ვარ ნამყოფი იმ ბაზაზე, უბრალოდ ვინც იმ ბაზაზეა ნამყოფი. ის მივიდა ბაზაზე, იქ არ ჩანს არც თავდაცვის მინისტრი, არც რომელიმე ის ვერტიკალი სამხედრო, რომელიც თქვენ აღწერეთ, იქ არის შინაგან საქმეთა მინისტრი. აბსოლუტურად არაუფლებამოსილი პირი შეჭრილი სხვა უწყებაში და ის ითხოვს ორ გვამს და ამბობს, რომ დავალებას აძლევს ორი გვამი მჭირდება და პრემია დიდია. არის თუ არა თქვენი აზრით მიზეზ შედეგობრივი კავშირი მის ამ დავალებასა და
გიორგი კრიალაშვილის და სხვების ჩაცხრილვაში. როგორი რამეა, იცით, როდესაც მოხდა გიორგი კრიალაშვილის და ოთანაძის და ამირიძის დახვრეტა, არავითარი აუცილებლობა მათი დახვრეტის არ იყო. იმიტომ რომ ეს დახვრეტა რამდენადაც ვიცი განხორციელდა გლდანის რაიონში, როდესაც მძღოლმა და მძღოლის თანამეგზურმა მიატოვეს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და წინააღმდეგობის გაწევის საშიშროება ამ სამი პირისგან არაფერი არ იყო პირიქით. მათ მე როგორც ამიხსნეს შემდეგ მზაობა იმის რომ ჩაბარებოდნენ ქონდათ რა, იმიტომ რომ აზრს მოკლებული იყო უკვე წინააღმდეგობის გაწევა ყველანაირად ისევე როგორც და მოხდა მათი ლიკვიდირება, ესე რომ ვთქვათ, ღვთისგან გამომდინარე ეს ორი გადარჩა და გიორგი ვერ გადარჩა. პლუს ამას სამხედრო ნაწილის მარტო ბენეფიციარი იყო ის შინაგან საქმეთა მინისტრის ბენეფიციარი იყო. მუხროვანზე მე კადრებში მაქვს ნანახი, როდესაც პირად შემადგენლობას საკმაოდ უშვერად მოიხსენიებს იმ პერიოდის მთავარსარდალი პირად შემადგენლობას, რომელიც ვითომდა რამოდენიმე წუთის წინ ახორციელებდა გადატრიალებას. ეს ცოტა წარმოუდგენელია სამხედრო ნაწილი, რომელიც არის საბრძოლო ტექნიკით, საბრძოლო შემადგენლობით, გათვლებით, საცეცხლე მიმართულებებით, თავიანთ ბაზაზე, როდესაც შეუძლიათ წრიული მრავალდღიანი თავდაცვის ორგანიზება, უცებ რამოდენიმე საათში ხდება შეფუთვა თემის, რომ არის ამბოხი და რამოდენიმე წუთში ხდება ღირსეულად ამ ამბოხის ლიკვიდირება და იმ პირადი შემადგენლობის დამუნათება. ეხლა ჩემთვის ეს წარმოუდგენელია რეალურად რომ. მადლობა, ბატონი თენგიზი. აი ამ თემის გაგზავნილ პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა რომ აქ ხართ და ამ განმარტებებს იძლებით, იმიტომ რომ კომპეტენციაც დიდია და თან უშუალო მონაწილე ხართ ამ საქმეების. ეს თქვენი სასამართლო პროცესი, ღია პროცესი იყო? თუ კი. ამიტომ მინდა შემდეგ კითხვა დაგისვით, იმიტომ რომ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია ყოველ შემთხვევაში ღია პროცესი იყო. ვინ იყო ის თანამდებობის პირი, თავდაცვის სამინისტროდან, რომელსაც ჰქონდა ის კომპეტენცია, რომ თუ რამეს არაც წესდებოს შენიშნავდა ამ ნაწილში გადაეყენებინა ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც ჩამოეცილებინა თავისი უფლებამოსილების აღსრულებისაგან იმ მუხროვანის ბატალიონის თუ ბატალიონის შენაერთის ხელმძღვანელი. იმდენად ნაირსახეობა იყო პირების, რომ მე სიმართლე რო გითხრათ არ მახსოვს იმის გვარი და სახელი. სიმართლე რო გითხრათ, უბრალოდ არის კრებსებში საქმეში და სასამართლო საქმეებში ფიგურირებს ეს კაცი. კი, აუცილებლად დაკითხვის თემა იყო, სასამართლო საქმეებში ფიგურირებს ის და საკმაოდ აქტიურად ფიგურირებს, ისევე როგორც მოწმეების მრავალფეროვნება, ბრალდების მხარის მოწმეების მრავალფეროვნება. არ მახსოვს კიდევ ერთი გვარი, რომელსაც თქონდა თურმე მითითება, რომ კავკასიონზე უნდა გადასულიყო ფეხით. მეორე მხარეს, რუსეთის მხარეს აეღო 64 მილიონი დოლარი თუ არ ვცდები ზურგჩანთით და ფეხით გადმოეტანა უკან ამბოხებულებისთვის. აი ამ დონის აბსურდის თეატრამდე მიდიოდა ეს ყველაფერი და ეს განხილვა სერიოზულად მიდიოდა სასამართლო პროცესზე. 64 მილიონი დოლარი არ ვიცი ხლა არ და არა, ეთყობა ფილმი ქონდა ნახული, ეს საკმაოდ დიდი ეს ალბათ 1-300 კილო მაინც იქნება. არა, 300 არა, მაგრამ 1-90 ალბათ კი. გააჩნია რა კუპიურებით აძლევდა. არ ვიცი, არ ვიცი. ეს ერთი, მეორე, აი ამ იარაღთან დაკავშირებით გასაგებია მათი მოტივი, სრული გამართლება ვერ მოხდება და წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მათი გამოძიება და ეს იარაღი დაგიტოვეს, იმიტომ რომ ის 9 თვიანი თუ 8 თვიანი პატიმრობა უნდა გაემართლებინათ. რა იარაღს გედავებოდნენ? ვითომ სახში იპოვეს ჩხრეკლის დროს თუ რა არის ეს? მე გეტყვით. როდესაც 2008 წლის მოვლენები რუსეთ-საქართველოს ომი იყო, მაშინ ჩვენ გვთხოვეს და ჩვენ აღმოჩნდით საბრძოლო მოქმედებების რაიონში, სადაც მიმდინარეობდა ოპერატიულ-ტაქტიკური ქმედებები.
ჩვენ საბრძოლო ნადავლის სახით ოსიაურის ბაზაზე ჩვენ პირადმა შემადგენლობამ ჩააბარა მიღება ჩაბარების აქტებით მოძიებული 300-მდე ერთეული საბრძოლო შეიარაღება. იქიდან ჩვენ რამოდენიმე ათეული ერთეული ისევ მიღებ ჩაბარების აქტებით მივიღეთ და იმის შემდგომ, როდესაც კაპიტულაცია გამოაცხადა და გაურკვეველი, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებას დაუბრუნეთ ეს ყველაფერი. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი უბრალოდ ჩემთან სახლში სეიფში დარჩენილი მქონდა ზურგჩანთა საბრძოლო მასალებით, ტყვია წამლით აღჭურვილი, რომელიც ავტომატით ჩაბარებული მქონდა თავდაცვის სამინისტროში. ეს ზურგჩანთა იყო და ამას კიდე დაამატეს კიდე რაღაც მე მგონი ბარაბნიანი იყო, რომელიც არც ისროდა, მაგრამ იყო. იყო ძილითადად ის. ხო და ამაზე ცნობა წარედგინა თავდაცვის სამინისტროდან სასამართლო პროცესს, რომ ეს შეიარაღება კომპლექტით ავტომატის გარდა, იმიტომ რომ უკვე ჩაბარებული იყო და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი იქ არ იყო, ოფიციალურად მქონდა მიღებული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებიდან ოსიაურის ბაზაზე. ასაგები მთელი ამ ხნის განმავლობაში ესეც საინტერესოა ამ 9 თვის განმავლობაში ვიდრე თქვენ აღკვეთილი გქონდათ იქ თავისუფლება და იმყოფებოდით საპატიმროში. ვინმე პოლიტიკური ფიგურა ან მაღალჩინოსანი შეხვდა და რამე სიტყოდა თქვენგან? კი, მაშინ შემხვდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი სოზარ სუბარი იყო შემობრძანებული. მე ვიყავი 48 დღე შიმშილობდი. ისეთი რეალობა დადგა და ერთადერთი წიგნის შემოტანა იყო აკრძალული ჩემთვის, კალამი ფურცელი არ მქონდა. ერთადერთი უწმინდეს და უნეტარესმა სახარება შემომიტანა და მისი ლოცვა კურთხევით გავძლიერდი იქ და მეუფე იობი იყო შემობრძანებული და სასულიერო პირები შემოდიოდნენ კვირაში ერთხელ შიმშილობა უკვე კურთხევა რომ მივიღე ბერულ მარხვაზე 48 დღის მერე, ცოტა მძიმედ ვიყავი. მომეცა კურთხევა ბერული მარხვის გაგრძელების, პოლიტიკური პირები შემოდიოდნენ, ისინი ვისაც იჭერდა ხელისუფლება და შემოყავდა ციხეში. ანუ რაიმე თქვათ რა სიტყოდნენ თქვენგან, თქვენთვის უცნობი ხო? მაგაზე ხო ვისაუბრეთ, ალბათ მეტყვიან და მე არ ვიცი, რა ვიცი, რა გითხრათ, რა სიტყოდნენ. მე რო გითხრათ, რომ რაღაცა ისეთ სიტყოდნენ, ან რაღაცა ისეთი ფაქტები დავინახე, რომ ვაი და უშველებელი არა, პირიქით ის პირადი შემადგენლობაც კი, რომელიც საჯელ აღსრულების იმ არეალში იყო, სადაც მე საჯელს ვიხდიდი, მე არ შემიძლია მათზე აუგის თქმაც არ შემიძლია, იმიტომ რომ, რა ვიცი, მოქმედებითაც და მოქცევითაც ღირსეულად იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე ხშირ შემთხვევაში ცოტა აგრესია მქონდა რა, მე მიყო და ეგ. სურათი ნათელია, მადლობთ. კი ბატონო. ბატონი ილია, ბატონი სოზარი, ბატონი ალეკო, ხომ სწორად გავიგე? არა, ბატონი ილია, ბატონი სოზარი. ბატონ გენერალურ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო იყო ამ ამბის მოსმენა და მე გამიჩნდა კითხვა, ამ ფაქტამდე რა ურთიერთობა გქონდათ ამ მმართველობასთან, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი აი ამ სცენარის დადგმის, თქვენ როგორ ფიქრობთ და მე გადავალ სხვა. მე გეტყვით, მე ვიყავი ეროვნული გვარდიის სარდალი. იმ პერიოდში ჩვენ გვექვემდებარებოდა კოდორის მიმართულება, ჩვენ ხელმძღვანელობდით 2002 წელს კოდორის ხეობაში რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო სადესანტო პირადი შემადგენლობის ლოკალიზებას და მათგან კოდორის ხეობიდან გასვლას, ესე რომ ვთქვათ. ჩვენ მარუხის მიმართულებით ეხა კოდორის ხეობა რო ვთქვი, არ შეიძლება არ ვთქვა ემზარიც, არ ვთქვა ის ღირსეული შემადგენლობაც, რომელიც კოდორის ხეობაში ფაქტობრივად თავისი რისკის და
ღირსების ფასად იცავდა ამ ულამაზეს კუთხეს და ხეობას, მოხდა 35 კილომეტრიანი ზოლის კავკასიის მიმართულებით აღდგენა და ქონდა საკმაოდ ისეთი ნორმალური ურთიერთობა, რაჭაში დავდიოდი ცხინვალის გავლით და მთელი ეს ოკუპირებული სოფლები და ის ჩემთვის უცხო არ იყვნენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ღირსეული შემადგენლობა ცხოვრობდა იქ. მე ვიყავი ხელმძღვანელი სამხედრო ნაწილის პრეზიდენტის ინაგურაციის. არა მარტო აქ, არამედ აჭარაში მისი თხოვნით ფაქტობრივად ჩავედით და იქ პრეზიდენტის ინაგურაციის პირველი ეტაპი გავაკეთეთ და წარმატებით. ამაში თანადგომა იყო ასლან აბაშიძისიც მე ცოდვას ვერ ვიტყვი. რაზეც მადლობაც მქონდა მიღებული მისი და ის პრეზიდენტის იმ პერიოდის მერე თბილისში ვიყავით ამ ინაგურაციის სამხედრო შემადგენლის ხელმძღვანელები და მერე მოხდა რაღაც ურთიერთობა იმის, როდესაც რაღაც შეთავაზებები იყო, მაგრამ ჩემი მორალური მდგომარეობა არ მაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ გამეგრძელებინა სამხედრო სამსახური, იმიტომ რომ იწერებოდა, დაიწყო შავი პიარის აგორება ჩემ წინააღმდეგ და მაშინ პირდაპირ ვთქვი მე ის, რომ თუ მე ვარ რაღაცაში კითხვის ნიშნით ქვეშ დაყენებული, სასამართლო არის ეს უზენაესი თემა, სადაც მე სასამართლოს მივმართავ და სასამართლო დაადგენს იმსჯელებს თუ იმ შემთხვევაში მე მაქვს თუ არა დანაშაული ჩადენილი. სასამართლომ გამამართლა მე ამ იმაში, მაგრამ მე აღარ ვისურვე უკვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაგრძელება. რამაც გამოიწვია კონფლიქტი იმაში, რომ შენ თუ არ იქნები ჩვენთან, შენ იქნები ჩვენ წინააღმდეგ და ამისი ბევრი წერტილებით და მე ცოტა აგრესიული ვარ მაგ მიმართულებით და ამან გააგრძელდა ეს ყველა. გასაგებია და ჩვენ არაერთი საქმე მოვისმინეთ იმ სამხედროების გარდაცვალების ისტორიები მოვისმინეთ, რომლებიც ესე ვთქვათ არაწყობდა დომის მერე, აჭარაში ერთ-ერთი სამხედრო დახვრიტეს პირდაპირ. ღირსეული ოფიცერი იყო ის საკმაოდ. და ალბათ შეიძლება ესეთი დასკვნა გაკეთდეს, რომ არსებობდა რაღაცა სია იმ ადამიანების, რომლებმაც იცოდნენ შეიძლება ზედმეტი ინფორმაცია, ან ზუსტად ესე თქვენნაირად გამოხატეს მათ მიმართ უნდობლობა ან რაღაცა საწინააღმდეგო აზრი ან მსგავსი რამე და ნელ-ნელა იყო გეგმა ამ ადამიანების მოშორების. თუ ამ ხალხის მოშორებასთან ერთად დადგავდნენ სპექტაკლს ან სცენარს ან როგორც ამბობდნენ ხოლმე კარწინკას, რომ თან ორი კურდღელი ყოფილიყო დაჭერილი, ეს ხალხიც მოეშორებინათ ამა თუ იმ მიზეზით და იმ ბრალდებებით, რაც თქვენ წაგიყენეს და პლუს როგორც თქვენ თქვით, ფასადური პიარი იმის შესახებ, რომ მიმდინარეობდა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და რაღაცა ამ სცენარით ვითარდებოდა. ვფიქრობ ალბათ ესე ქონდათ. ხო, მე სიაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ბედის ამბავი რო ვიცი, ერთ-ერთი პირველი ვეწერებოდი ალბათ. ფაქტია ხო, რომ მერთმა გადაგარჩინა ცოცხალი და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ. მე მინდა თანაგრძნობა უთხრა ყველა იმ ოჯახის მესვეურებს, რომლებიც შვილებიც ვერ გადაურჩნენ ამ თემას და მოზიარე ვარ მათი ტრაგედიის თითეული მათგანის. იმიტომ რომ ძალიან მარტივია მსჯელობა რაღაცაზე, მაგრამ განცდა თვითონ იმ ყველაფრის რაც გადავიდა, ეს არ არის მარტივი, მით უმეტეს მე ნებსი თუ უნებლიე დაუბრუნდი ჩემ ოჯახს, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ვერ დაუბრუნდა თავის ოჯახებს, არა მარტო ამ ვაკხანალის პერიოდში, არამედ საომარი მოქმედებების დროსაც კი. ეგ იყო მთავარი. და დღეს განსაკუთრებით ამ სხდომის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს სხდომა სწორედ იმ ეგრეთ წოდებული ამბოხის თემას ეძღვნება, პირველ რიგში
სწორედ გიორგი კრიალაშვილი უნდა აღინიშნოს, გიორგი იყო ერთ-ერთი ღირსეული ეს ღირსეული ოფიცერი, რომელიც ვანო მერაბიშვილის დავალებას ორი გვამი მომიტანეთ, აი ამას შეეწირა. ასე ექცეოდნენ მაშინ სამხედროებს და დღეს აქვთ კიდევ მორალური უფლება ასე ჰქონიათ ისაუბრონ ჯარზე, ჯარისკაცზე და გმირებზე. ბატონმა ილიამ თუ ამოწურა კითხვები? დიახ, თქვენ კოდორის ხეობისთან გამოსვლასაც შეეხეთ, ესეც საინტერესო თემა არის, მაგრამ რა თქმა უნდა დღეს ჩვენ მაინც მუხროვანის ამბობს ვიხილავთ, მაგრამ ის თემაც ალბათ თქვენი მხრიდან შეფასებად საინტერესო იქნებოდა. რა პროცესების გავლა მოგიწიათ, როგორ იყო ეს დატოვება იქაურობის? არა, ჩვენ არ დაგვიტოვია კოდორის ხეობა პირიქით, ჩვენ კოდორის ხეობაში საკმაოდ ღირსეული ფურცლები შევმატეთ თავდაცვის სამინისტროს, კი, კოდორის ხეობა ეს არის, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი და უძლიერესი ხალხით დაკომპლექტებული კუთხე, ისევე როგორც არის სამაჩაბლო. ესეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ეს არის ერთ-ერთი მძიმე ფურცელი ის, რომ მე არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, მაგრამ დღემდე მე ვერ მეწინააღმდეგება ვერავინ იმ აზრში, რომ ეს იყო კარგად შეფუთული ჩვენი ტერიტორიების გადაბარების ოპერაცია. სამწუხაროდ ეგრეა. სამწუხაროდ მე ეგრე ვთვლი. ეგ არის ჩემი აზრი. მადლობა ბატონო. და ღირსება შეგვინარჩუნა ზუსტად იმ გულანთებულმა მებრძოლმა შემადგენლობამ, რომელშიც იყო ყივილი ჩვენი გენეტიკის. და ღმერთმა სასუქებელი დაუგვიდროს თითოეულ მათგანს. ამინ. მადლობა. გაიხარეთ. ბატონი სოზარი და ცოტა უნდა ვიჩქაროთ კოლეგებო, შემდეგ ბატონი ალუდა. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონო გოგო, მისთვის რომ ჩვენთან ხართ და იმისთვის რაც გიკეთებიათ მთელი თქვენი ცხოვრება მართლა საქართველოსთვის და პირადად ვარ მომსრეგნებავთ კოდორის ხეობაში, გნებავთ სოხუმში თქვენი თავდადების და ლეგენდები დღემდე სოცხალია და რაც გიკეთებიათ თუნდაც 2012 წელს რიდან მოყოლებული პოლიტიკაში და რასაც დღეს აკეთებთ ვეტერანებისთვის. ეხლა გადავალ საქმეზე. ესე იგი მართლა ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მიზეზ შედეგობრივი კავშირი 2008 წლის ომში დამარცხებიდან გამომდინარე ხელისუფლების მაშინდელი უთავბოლო ქცევის, სამარცხვინო გაქცევის თავარ სარდლის და ასე შემდეგ და შემდეგ ამ მოგონილი ამბოხ შორის ვხედავ მე პირადად, იმიტომ რომ რაღაცეთ გადაფარვა უნდათ. მაინც რომ დავაზუსტოთ აი ამბოხთან დაკავშირებით, ხო ამბოხებას აქვს თავისი რაღაცა ფორმები. ერთი ტყვია გავარდა? ზუსტად მაგაზეა სოზარ ბატონო საუბარი, რომ მე ასე თუ ისე რაღაცა მცირედი განათლება მაქვს ამ კუთხით მიღებული, ამბოხის კუთხით არა. მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, შენაერთი ამა თუ იმ მდგომარეობაში რას აკეთებს. ასევე ვართ ისტორიით გაცნობილი დაუმორჩილებლობის ფაქტებს და იმას და ამას. შედეგობრივი კავშირი აბსოლუტურად აცილებული იყო იმ სურვილთან და იმ სცენართან, რომელიც იყო მონახაზში და ამიტომ რა ვიცი, არა, არც ტყვია გავარდა, როდესაც ეს უდანაშაულო კაცები დახვრიტეს. დანარჩენი ეს წინააღმდეგობის გაწევის, იმიტომ რომ როდესაც სასამართლო პროცესზე გესმის ბრალდების მხარის იმ წინადადება იმაზე და პოზიცია, რომ ტანკი იყო უზრუნველყოფილი საწვავით, აღჭურვილი საბრძოლო ეკიპირებით, ჭურვებით და იყო ლოგიკური ვარაუდი იმის, რომ ეს ტანკი დაიძრებოდა თბილისის. მაგრამ ტელევიზიიდან იმ დღეებში ვისმენდით, რომ ტანკები იყო დაქოქილი და აი უნდა დაზრდილი. სასამართლოზე დადასტურდა თუ არა დაქოქილი. სოზარ ბატონო, სამხედრო ნაწილში თუ არ დაიქოქა ტექნიკა, თუ არ გაასუფთავდა. იმ მომენტში იყო თუ არ ავტომატი ყოველდღიური, მე წეგანაც რომ დავიწყეთ საუბარი, სამხედრო ნაწილის ყოველდღიური ცხოვრების რუტინა ტექნიკის დაქოქვა, ავტომატის გაწმენდა, ყოველდღიური გეგმის შესრულება.
ტანკს არ დაუტოვია ტერიტორია, საბრძოლო ტექნიკა არ გამოსულა, მარში მუხროვანი თბილისის მიმართულებით შეიარაღებული პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებული არ იყო. ბაზა დაკეტილი არ იყო, რომ უცხო პირები, შესაბამისად, უფლებამოსილი პირებს შეზღუდვოდათ იქ შესვლა და კითხვა-პასუხის მიღება. მე საიდან გავჩდი იქ ერთ-ერთი, გვარი არ მახსოვს უკაცრავად თქვენ რომ მითხარით, ის მაღალ ჩინოსანს ეკითხებით, აგერ ზის კობალაძე და რატო ზის. შტაბთან რომ გამოვედი, იმდენად გამაგრდა იქაურობად, რომ მე ვივარაუდე, რომ კობალაძე უნდა ყოფილიყო იქ, იმიტომ რომ დაცვა გამაგრდა და ახლა დასაცველი მე იქ ვიყავით. მეორე თემა, მე ვკითხე ეგ, სხვათა შორის თქვენი კითხვის გაგრძელება. საიდან წარმოგეშვათ ვარაუდი იმის, რომ ეს აღნიშნული საბრძოლო ტექნიკა თბილისისკენ მოემართებოდა. აი ვივარაუდეთ, მე ვთხარი ვარაუდის საფუძველი რა არის? სუმცირე ხო უნდა ქონოდა რაღაც ტრაფარეტი მაინც ტანკს რომ მუხროვანი თბილისი. არ ქონდა არც ეგეთ. აი როგორ აღაქვთ ეს ვარაუდი, ვერ გავიგე. აი ეგ თემა იყო. ტექნიკა არ დაძრულა, თვი არ გამოსროლია, წინააღმდეგობა მისულ უფლებამოსილ პირებთან არ გაწეულა, პირიქით ის რა ქვია, უმაღლესი მთავარსარდალი რომ მოვიდა ორგანიზებულად გამოიყვანეს პირადი შემადგენლობა მოეწყო, ლანძღეს ის ჯარისკაცები და დამთავრდა მაგით. აი ეგ იყო თემა. შემდეგ ჩვენმა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებმა პიარი რომ ამ ტრაფარეტზე არა აწყონ, ეს რომ გამოურიცხოთ ყველა თქვენ რასაც ამბობთ, ყველაფრიდან ჩანს რომ არანაირი ნიშანი ამბოხების არ იყო და ამით დავამთავრე. ჩემი გადმოსახედიდან სოზარ ბატონო, მე რა მიზეზითაც აღმოჩნდი იქ? იქ სად? ციხეში. ამ საბრალდებო სცენარში. მე არ მაქვს საფუძველი, რომ მით უმეტეს კომუნიკაცია ბრალდებლებთან მქონდა, სასამართლო პროცესზე იყო თუ ის იყო და ვსაუბრობდით. 40 ადამიანი იყო სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი, 51-ე მე ვიყავი, ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ კიდეც. ის რა ქვია, ალიბაბა და 40 ყაჩაღიო. 40 ადამიანიდან ბიოგრაფიით მატარებელი და გაჯერებული სამხედრო შემადგენლობა იყო თითზე ჩამოსათვლელი. ზოგი იყო რიყიდან წამოყვანილი ქვებსაგროვები და სამშენებლო ობიექტიდან, ზოგი პროფილაქტიკიდან იყო წამოყვანილი მუშა შემადგენლობა. ერთი-ორი იყო, რომელსაც ქართულიც არ იცოდა და რომელსაც თარჯიმანი დაჭირდა სასამართლო პროცესზე. მაგიტო გეუბნებით, ეს კრებსი ამოწიეთ. ეხლა ბევრი რამე შეიძლება მე არ მახსოვს, მაგრამ აი შემადგენლობა რაც იქ იყო შეკრებილი იყო აი ესე ერთი ხელის მოსმით, ვინ საიდან მოაგროვეს. რეალობა ეგ იყო. კი ბატონო სოზარ ვიჩქაროთ თუ შეიძლება. თქვენ თქვით რომ სასჯელახსოვრების ნაწილებიც იყო გადასროლილი. ჩვენ ვიცოდით რომ იქ იყო ფინანსური პოლიცია, ვიცოდით რომ იყო ჩვეულებრივი პოლიციელების, პოლიციის სპეციალური ფინანსური სხვადასხვა სასჯელახსოვრება პირველად გავიგე. ეხლა საომარი მოქმედების დროს საქართველოში თქვენზე გამოცდილი გენერალი მართლა ძალიან ცოტა გვყავს, ბევრი დამსახურებული ადამიანია, მაგრამ აი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც თქვენზე მეტი ცოტა მიწის. არსებობს მაგალითად სატანკო ნაწილი, არტილერია, ქვეითები, ავიაცია, კავშირგაბმულობა, ყველა ესენი თუ არ არიან შეთანხმებული, თუ არა აქვთ გავლილი საერთო სწავლებები, შანსი იმისი რომ წარმატებული იყოს ოპერაცია, რომ მსხვერპლი იყოს მინიმუმი, ძალიან მაღალია. მით უმეტეს, როდესაც აქ მოდის სასჯელახსოვრების სპეცრაზმი თუ ბადრაგი, რომლის მოვალეობა ერთის ციხეში წესრიგის დამყარება, მეორის ბადრაგირება, ვთქვათ, პატიმრის, ფინანსური პოლიცია, რომელიც კონტრაბანდას შეიძლება ებრძოდეს ან რა ვიცი, უკანონო შემოსვლას ქვეყანაში რაღაც ტვირთის, აი აბსოლუტურად ერთმანეთთან შეუკავშირებელი, ამოცანაც რო არ გაუვლია, მზადება არ გაუვლია და არასდროს ერთად არ უმუშავიათ. აი რამდენად შეიძლება და ყოფილიყო ასეთი საომარი მოქმედებები წარმატების მომტანი და იყო თუ არა მართლა დიდი მოლოდინი, რომ არ მინდა შეგნებული სიტყვა ვიხმარო, დიდი მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში ყოფილიყო გაცილებით მეტი მსხვერპლი, ვიდრე ვთქვათ ნორმალური დაგეგმვის პირობებში. როგორი რამეა იცით, საბრძოლო მოქმედებების, სამხედრო მოქმედებების დროს არ ითვლება მარტო შეტევაზე წასვლის სცენარი.
აქ არის კონტრდარტყმის შესაბამისად უკან დახევის, მეორე ეშელონზე, მესამე ეშელონზე გამაგრების. ეს არის ერთობლიობა საბრძოლო ნაირსახეობებში. თქვენ მაშინ იქ იყავით სხვათა შორის თქვენი ნებით წასული და თუ ნახეთ საბრძოლო ნაირსახეობების თემა არის აქ ურთიერთქმედება მათ შორის. მე მქონდა ეგ წინადადება სხვათა შორის და ეს წინადადება ვთქვი კიდეც ჯარის ისევე როგორც სამხედროები არ გამოდგებიან ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში დასახლებულ პუნქტებში და ისევე არ გამოდგებიან ის რა ქვია პოლიციელები ეშელონირებულ თავდაცვაში ან საერთო საჯარისო ამოცანების შესრულებაში. მაგიტო უთხარით ჩვენ მაშინ რომ წინ წავიდა თუ არა სამხედრო შემადგენელი მოხდეს აღნიშნული სეგმენტის გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამძებროს, სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფების პირადი შემადგენლობით, რომელიც დაიწყება და ეტაპობრივ წმენდას უკვე გავლილი არეალის. იმიტომ რომ გამარჯვების ეიფორია, წინსვლის ეიფორია არის საკმაოდ საინტერესო ეიფორია და მოწინააღმდეგემ ინიციატივა თავის ხელში რო აიღოს, ამისთვის უნდა გაანახორციელოს სერიოზული საცეცხლე ზემოქმედება, რაც შემდგომში მოწინააღმდეგემ განახორციელა. მართვის უქონლობამ გამოიწვია ქაოტური არეულობა და არაორგანიზებული უკანდახევა. ჩვენ ხომ ყველამ ეს ვიცით, ამას ხო არ დაუმალავთ ერთმანეთს. არა მარტო შემჩერებელი არ იყო ამ პროცესის, მართველი არ იყო ამ ყველაფრის და თუ რეალურად დავიწყებთ ტერიტორიული თავდაცვის მიმართულებით, ჩვენ დავინახავთ, რომ ქვეყნის მმართველობა სრულიად მორღვეული იყო, არა მარტო სამაჩაბლოს მიმართულებით, არამედ დასავლეთის მიმართულებით, სტრატეგიული მიმართულებები და ქალაქები ფაქტობრივად დარჩენილი იყო ღია. თქვენ ბრძანეთ სასჯელ აღსრულება და ის ზუსტად ამ არა სათანადო მოპყრობის ამ ღირსეულ ადამიანებთან გამოსწორება გვიწევს ჩვენ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, როდესაც ადამიანები, რომლებიც მათი რა ბრალი იყო, მათ ისინი განკარგულება სიტყვიერი მიიღეს, რომელიც არაფრით არ იყო გაჯერებული წერილობითი განკარგულებით და საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე შეიყვანეს. დღეს ისინი დადიან და ელიან იმას, რომ ღირსეული სტატუსი მიიღონ. ხო ესეა? ჩვენ ხო უნდა გამოვასწოროთ ეს. ზუსტად ეს არის ჩვენი პრიორიტეტი დღეს. მადლობა. ბატონო ალუდა ვიჩქაროთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა, მოგესალმებით. გემშვიდობით. დანაკობა ჩვენი კომისია მათ შორის ჩვენი კომისიის მიზანი სწორედ ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ ყველაფერს დაერქვას და დავარქვათ თავისი სახელი. ამიტომ აი ამ ფორმატში მე მინდა თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვიყურებს მომავალი თაობა, თქვენ როგორც აქ საზოგადოების წინაშე მე ვიტყოდი და არა მარტო არა კომისიის წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე ხართ წარმოდგენილი გენერალი, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაადასტურა თავისი ერთგულება, თავის სამშობლოს მიმართ. თქვენ ზდით შვილებს სწორედაც აი ამ სულისკვეთებით. თქვენ არაერთხელ ყოფილხართ მათ შორის დაჭრილი მაგალითად აფხაზეთის ომში და ასე შემდეგ. ეს იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც იმიტირებულ რეალობაში ვერ ვიცხოვრობთ. ჩვენ თუ ყველაფერს თავის სახელი არ დავარქვით, ეს არის გამორიცხული. აბსოლუტურად. სხვა დანარჩენი არის მეათეხარისხოვანი იქ ფინანსური პოლიციის დანაყოფები თუ სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს თუ მაგალითად არ ვიცი სხვა ბოდიშვიხტი მეაგენეკოლოგების რაზმი არც ეს არ იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული იმადგან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. და აი როდესაც თქვენაირ გენერალს და სამშობლოს მოსიყვარული ადამიანს პირდაპირ ლაივში აკავებენ და აყენებენ შეურაცხყოფას. ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დასკვნაში, რომ ბრჭყალებში რომ აშავებენ იმისთვის, რომ რისთვისაც ადამიანი სიცოცხლეს წირავს, აი იმას როდესაც აბრალებენ და რაც თქვენთან მაგალითი იყო ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ არის სწორედაც მე მინდა თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა, რაც გიკეთებიათ, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენაირი კაცობის და აი ამ შემართების
მაგალითებზე უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა და ის ხალხი თქვენ გისმენთ, ვინც აი ამ შემართებით იყო იქ პირადი შემადგენლობა. ყველა იმ ადამიანს მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა დაუდასტურო და უთხრა მადლობა, ვინც სიცოცხლე გასწირა და მათ ხსოვნას მივაგო პატივი და ჩვენ შევუერთდებით ყველანი ამას და ასევე მადლობა იმას, ვინც ამ ენთუზიაზმით არის დღესაც. რომ სამშობლოს რო დაჭირდეს, გაიღებს სიცოცხლეს. ყველა აი ამ ბიჭებს მინდა უთხრა მადლობა იმ თავდადებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობ თქვენ. დიდი მადლობა ბატონო გენერალი კობალაძე იყო დღეს ჩვენთან გამოკითხვაზე. ჩვენ ვისაუბრეთ აგვისტოს ომის კონტექსტში მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხის საქმეზე, მის ცრუ ბრალდებებზე, ღირსეული ოფიცრის დამსახურებული პატრიოტის გიორგი კრიალაშვილის ჩაცხრილვაზე, ვანო მერაბიშვილის დავალების შედეგად, რომ 2 გვამი იყო საჭირო, ასევე ბატონების ამირიძის და ოთანაძის დახვრეტაზე და ისინი ღვთისმადლით გადარჩნენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ თქვენთან მუშაობის გაგრძელებას იმისთვის, რომ კიდევ უკეთ წარმოვაჩინოთ და რაც მთავარია, უფრო ობიექტურად, ვიდრე შეიძლება ეს ერთი მოსმენის შედეგად ადამიანმა შეიქმნა შთაბეჭდილება, ანუ ფაქტებზე დაფუძნებულად დასკვნაში აისახოს ის, რა დასკვნაც მე დღეს გამოვიტანეთ თქვენი მოსმენის შედეგად, რომ მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხი სააკაშვილს და ივანო მერაბიშვილს დაჭირდათ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების, სავალალო შედეგების გადასაფარად და დასაჯეს ოფიცრები იმისთვის, რომ მათ კითხვა დასვეს, რომ რამდენად გვაქვს მორალური ძალა იმისთვის, რომ 26 მაისი ვიზეიმოთ, მაშინ როდესაც ჩვენი თანამებრძოლები ჯერ კიდევ ბრძოლის ველიდან გამოსვენებულები არ არიანო. დიდი მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ გამოკითხვას და სამდივნოს ვთხოვ, უნდა გვაპატიოთ ბატონო კობა, რომ ვერ გაცილებთ პირადად. ეს შენობა თქვენთვის უცხო არ არის, თქვენ თავად დეპუტატი ბრძანდებოდით წინა ერთ-ერთი მოწვევის დროს და უნდა მოусმინოთ ჩვენ შემდეგ პირს, რომელიც არის ბატონი ელგუჯა ხარაზიშვილი. ის არ არის სამხედრო პირი, მაგრამ თქვენსავით ერთ-ერთი მებრძოლი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩორჩანის მკვიდრი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობათ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას. ეს სამშობლო ჩვენია. ის ურთიერთქმედება ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს არის სახელმწიფოში ძალოვანი სეგმენტის მიმართულებით, მე მახარებს და იმედით მავსებს. ჩორჩაინიდან ბებია იყო, ჩემი ასე რომ არც ეგ მხარეა ჩემთვის უცხო. სიკეთით შემოგხვდებათ გზაზე ჩორჩანის მკვიდრი, ისაუბრეთ უკვე ძალიან კარგი მოსაცდელში. აბა სიკეთით იყავ. მადლობა. მოსაცდელში ბრძანდება ბატონი ელგუჯა ხარაზიშვილი, ჩორჩანის მკვიდრი, რომელიცაც უნდა ვთხოვოთ შემოგბრძანდეს. ბატონო ელგუჯა, მოგესალმებით, დაბრძანდით თქვენ დილა ადრიანს, ამობრძანდით თქვენი საცხოვრებლიდან, დაბრძანდით თუ შეიძლება და უკან უნდა გაბრუნდეთ, ამიტომ ვიჩქარებთ, თქვენ სიჩქარეთ და დიდხანს არ მოგაცდენთ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის თქვენნაირი შვილები, ვინც სამშობლოს თავის სოფელში, თავის ფუძეზე ემსახურება, წარდგნენ ჩვენი კომისიის წინაშე. ბატონო ელგუჯა, თქვენ გაეცანით ტექსტს გაფრთხილებისა. გთხოვთ მოაწეროთ ხელი, თუ კი ეთანხმებით იმას, რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებისთვის პასუხისთვის თავის არიდება, კითხვებზე უარი ან კიდევ განზრახ-ცრუახს და განმარტების მოცემა იჯება სისხლის სამართლებრივი წესით. მადლობა. ბატონო ელგუჯა, მოკლედ რომ მიპასუხოთ კითხვებზე და პასუხის დროს, რასაც ჩათვლით საჭიროდ რომ უნდა თქვათ, აი მომენტში რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. თქვენ სად ცხოვრობთ ამჟამად? მე პირადად ცხოვრობ ხაშურის რაიონის სოფელი წაღული. წაღული. კი ბატონო, ეს ჩორჩანიდან რა მანძილზე მდებარეობს? ჩორჩანიდან დაშორებული არის 3 კილომეტრი. 3 კილომეტრი. ჩორჩანა არის პატარა სოფელი უფრო, ჩვენი სოფელია დიდი სოფელი. უფრო დიდი სოფელი. 3 კილომეტრში ცხოვრობთ. 2019 წელს ჩვენ
ქონდა წინასხდომა. თქვენ ხომ არ უსმინეთ ბატონი გიორგი გახარიას გამოკითხვას? ჩვენთან იყო მოსული. კი, იმიტომ რომ მას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით დაუსვით კითხვები და ამიტომ გთხოვეთ. ესე იგი 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანის მიმდებარედ გაჩნდა ახალი საგუშაგო, რომელიც ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა. ცნობილია თქვენთვის ამის თაობაზე? ცნობილია. გაიხსნა ეს საგუშაგო იქ ქარხანა იყო. დიახ. იმის თავზე გაიხსნა. იმის თავზე გაიხსნა ეს საგუშაგო. თქვენ რომ ეს საგუშაგო გაიხსნა, როგორ გაიგეთ? სოფელში უკვე ლაპარაკობდნენ გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, იმის შემდეგ არ გასულა რამდენიმე ხანი და წაღლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და გააკეთეს იმათმა საგუშაგო. იმათმა ვინ? აი რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღლის ტყე რუსებმა. კი. კარგი. აბა ეხლა ასე შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრი ნახევარი. დიახ, ბატონმა გიორგი გახარიამ გითხრა რომ ეს არ არისო სიმართლეო. ანუ რასაც თქვენ ბრძანებთ რომ სწორედ 24 აგვისტოს როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა იქ საგუშაგო, ამით მეო ამ გადაწყვეტილებით დავიცავი ჩემი ქვეყნის ტერიტორიებიო და იქო არაფერი დაკარგულაო. თქვენ ამბობთ საპირისპიროს. ესე იგი სწორად გავიგე ხო ბატონო გუჯა რომ მას შემდეგ რაც აღიმართა 2019 წლის 24 აგვისტოს ქარხნის თავზე საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ამის შემდეგ ოკუპანტმა სახელმწიფომ განათავსა ახალი საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რეალურად დაიკარგა ტერიტორიები. იქ თქვენ ვეღარ შედიხართ? ვერანაირად. 24 აგვისტომდე შედიოდით? მაშინ ასე რომ მოგვიყვეთ და მე აღარ შეგიშლით ხელს, ისაუბრეთ 2-3 წუთი თავისუფალ რეჟიმში. რა შეგეძლოთ 24 აგვისტომდე? ტყეში გავლა, მოჭრაშეში, საქმიანობა და რას ვეღარ ახერხებთ 24 აგვისტოს მერე? კი ბატონო. თუ შეიძლება. როდესაც გაკეთდა საგუშაგო რუსების უბრალოდ იმ ტერიტორიას შემოიღობა მართულ ხლართებით, მანამდე იქ სოფელში ჩამოდიოდა მდინარე. მდინარის გამოღმა ისინი არასდროს გამოსულან. მაგრამ იქ რომ გაკეთდა ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, იმის მერე ამათმა შემოიწიეს კილომეტრი ნახევარი, ეს მდინარეც გადმოლახეს და მანამდე ამ ტყით სარგებლობდით სოფელი. შეშა იქიდან გამოქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, კი ბატონო, პირუტყვი დაგხვანდა. ახლა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ყველანაირი აკრძალულია, ერთსა ისიც კი უთხრეს წყებს, რომ რუსმა სალდატმა, რომ 200 მეტრზე არ მომიახოთო თუ გესვლიო. თქვენ იქ ჩვენ ვერანაირად ვერ შევდივართ. ადრე შედიოდით. დარწმუნებული ხართ, სწორად გახსოვთ? როგორ არ მახსოვს, ბავშვი ხო არა ვარ, 65 წლის კაცი ვარ, მახსოვს ისა ჩვენი იყო, შევდიოდი, გამოვდიოდი და ახლა ვეღარ. თქვენთვის ცნობილია რომ ის ტერიტორია, რომელსაც თქვენ ვეღარ იყენებთ, არის 100 ჰექტარზე მეტი ტყე. კი. კი. საიდან იცით ეს? იმიტომ ვიცი რომ ნახევარზე მეტი დაკავებული და სულ იყო ეგა 250 ჰექტარი მაინც. ნახევარზე მეტი. სოფლის ტყე იყო ეგა, საკოლმეურნეო ტყეს ვეძახდით. თქვენ გახსოვთ კოლმეურნეობის? როგორ არ მახსოვს? და იქიდან კოლმეურნეობა. კი ბატონო. და იქიდან სარგებლობდით მუდამ დაჟე 1-4-5 სოფელი კიდე გარშემო სოფლები იმ ტყით სარგებლობდით. ტყის გარდა სახლებიც ხომ არ წაიღეს მავთულ ხლებში ხომ არ მოაქციეს? არა, სახლები არ იყო. ან სხვა სავარგულები, ან საბოსტნე, ან არა, სავარგულები არა, იყო აი საშენი მასალის კარიელად ვიყენებდით რა. აი სამშენებლო მასალად ვიყენებდით. რა იყო იქ, რა მოდიოდა კირქვა თუ? ინერტული მასალა იყო. ინერტული და ბეტონს ვასხავდით რაღაცა. ვეღარ იყენებთ. ვეღარ დაკავებული აქვს იმათ. გასაგებია. კითხვები თუ არის ბატონელ გუჯასთან? ბატონი სოზარი?
თვითონ ეს საგუშაგოები, აი რო წარმოვიდგინოთ, რაც შემოიწეს. სოფელთა მიმართებაში როგორ დგას მაღლობზე დახურებს, ანუ პრაქტიკულად აკონტროლებენ სიტუაციას, ხო, რაც მანამდე არ ყოფილა. მანამდე ისეთ თუ დადიოდნენ სოფელში, თუ შემოდიოდნენ, თუ არ შემოდიოდნენ რუსები. აი მდინარე საკეთ არასდროს არ გადმოსულა. კი ბატონო, მადლობა. ბატონელ გუჯას კითხვას დაუსვამს ბატონი თენგიზი და ბატონი ირაკლი. ბატონელ გუჯა, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოგზაურობისთვის. ახლა მე მაინტერესებს ასეთი რამ, ის საგუშაგო იცით თქვენ, ჩვენებმა რაც აღმართეს. ის რაიმე უსაფრთხოებას თქვენსას ან პრევენციას უსაფრთხოებისა უზრუნველყოფს ახლა ამჟამად? აი რამე დანიშნულება აქვს? არაფერი დანიშნულება იმას არ აქვს. ქართულ საგუშაგოზე კი, ქართულ საგუშაგოზე ვამბობ მე. არაფერი დანიშნულება. რომელსაც ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ჩვენი გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რამეს უზრუნველყოფს? არაფერს. ალბათ. მოგესალმებით და პრინციპში რაც ბატონმა თენგიზმა და სოზარმა დასვა ეხმიანება, უბრალოდ შინაარსი გვინდა გავიგოთ კარგად. ანუ თქვენ იქ ადგილობრივი მაცხოვრებელი ხართ, რომელიც მოკლედ იქ ყველაფერი იცით, საქმიანობთ, ცხოვრობთ, იმ გარემოს ყოველდღიურად აკვირდებით, ხო, თქვენი ცხოვრისია. ანუ რაიმე საჭიროება იმისა თქვენთვის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის იყო განცდა, რომ აქ ჩვენი საგუშაგოს ჩაყენება აუცილებელი იყო, ან რამე საჭიროებას წარმოადგენდა, რომ რაღაცისგან თავი დაეცვა მოსახლეობას, ან რაღაცის პრევენცია მომხდარიყო, ან რამე ფაქტები თუ იყო ისეთი, რომელმაც შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ საჭიროება გახადა ამ საგუშაგოს ჩაყენებისა. ანუ აი გამართლება შეგიძლიათ მოუძებნოთ, რომ ამ საგუშაგოს ჩაყენება ამიტომ იყო საჭირო და არა უშავს ის 100 ჰექტარი, იმიტომ სამაგეროდ რაღაცა დიდი გადარჩაო. მე ვუერთდები ამ კითხვას, ძალიან კარგი კითხვაა და რო გვიპასუხოთ. აი რა მნიშვნელობა ქონდა? ჩემთვინა გაუგებარია. არა ვიცი ახლა პოლიტიკურად რა იყო როგორა, მაგრამ იქიდან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა არაფერ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. იმიტომ დიდი ტრაქტორებით გზა გაჭრეს და ისიც ჩავიდნენ იქ და დააყენეს საგუშაგო. მანამდე გზაც არ იყო იქით თქვენთან, ხო? იყო, მაგრამ აი მიუვალი გზა იყო. კი ბატონო. ბატონელ გუჯა, განვავრცობ თქვენი ნებართვით, ხომ არა გაქვთ კიდევ კითხვა ბატონ ირაკლის ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. მაგალითისთვის თქვენ ხომ არ შეგიმჩნევიათ იმ ტყეში, რომელიც თქვენ თქვით საკოლმეურნეო ტყე იყო? ხლა ეს აკაცუკირას გაიგებს საკოლმეურნეო ტყე რა არის, არ გვაქვს ამის ახსნის დრო, ამაზეც ვფიქრობ ხოლმე, რომ აუხსნათ რაღაცეები, მაგრამ ნუ ამის დრო არ არის. საკოლმეურნეო ტყე იყო. საკოლმეურნეო ტყეში ისეთი ტყეა, ყველა სოფელში ქონდა ასეთი, ხო? ზეპირად იცი ლამის ადამიანმა, რომელი ხე სად დგას, ხო? ხო, ბავშვობიდან იცი. ხომ არ შეგიმჩნევიათ, აი რაც ბატონმა ირაკლიმ მკითხათ, მანამ სანამ საქართველოს ჩააყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო საგუშაგოს, ან ხეზე ნიშნულები, რომ ვიღაცა მეორე მხარე აპირებდა ამის მიერთებას, წაღებას? ჩვენ მხარეში არა, არ შემიჩნევია. არანაირი მტრული აქტივობა არ შეგიმჩნევიათ. დარწმუნებით იცით. მაგალითად ხეებზე ყვითელი ნიშნულები, რომ ვიღაცას უნდა ამის წაღება, მავთულხლართის გავლება, არ შეგიმჩნევიათ. ხშირად დადიოდით იმ ტყეში? დავდიოდი ახლა. აი რამდენ ხანში ერთხელ, კვირაში რამდენჯერ? არა, კვირაში ერთხელ, შეიძლება თვეში ერთხელ გამეორე. თვეში ერთხელ მაინც. სხვებისგანაც არ გაგიგიათ მსგავსი რამე, ხო? თანასოფლელებისგან, ან ჩორჩანელებისგან. იქით არ ვიცი რა ხდებოდა კიდევა. იქით საით? აი დინარის იქით გასაგები. ამ დინარეს რა ქვიაო ბატონი? ლოპეთის წყალს ეძახიან. ლოპანი იყო სოფელი იქ და იქიდან მოდიოდა სათავეს იქიდან იღებდა. კი. ბატონელ გუჯა, მე მაქვს ერთი პატარა კითხვა და თუ სხვებსაც ეკნათ კითხავენ და შემდეგ აღარ მოგაცდენთ. როცა ეს საგუშაგო ჩადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი მხრიდან
თქვენ თქვით, რომ შემოვიდა ამის საპასუხოდ რუსი ოკუპანტის სახელმწიფო და 100 ჰექტარი ტყე და კიდევ იქ, სადაც თქვენ ინერტულ მასალას აგროვებდით და რეალურად საყოფად ცხოვრებოდ გჭირდებოდათ, ეს ყველაფერი მიიერთა, მავთულხვართი გაავლო და თვლით, რომ ეს დაიკარგა. ანუ ოკუპაცია კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მოხდა. გარდა ამ შედეგისა, ხომ არ იყო იქ რაღაცა ისეთი საფრთხე, რომ შეიძლებოდა ცხელი დაპირისპირებაც, ანუ ომი ამტყდარიყო? არა. ამის შიში ხო არ გაგიჩნდათ? სოფელში არ გაგჩენიათ. არ გაგჩენიათ ამის შიში. მადლობა ღმერთს. კი ბატონო. სხვა რაიმეს თქმა ხომ არ გნებავთ ბატონო ელგუჯა? კი ბატონო. ბატონო ელგუჯა, თქვენ ალბათ მოგეჩვენებათ, რომ ჩვენი დღევანდელი გასაუბრება იყო ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ 100 ჰექტარ ტყეზე მეტი ტერიტორია რუსულმა საოკუპაციო ძალამ მიიერთა ამ ნაბიჯის შემდეგ, რაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა. ამ აზრს ეს მარტო თქვენი აზრია თუ თანასოფლელებიც ამ აზრზე არიან? მარტო წაღლის მაცხოვრებლების აზრია თუ ჩორჩანელების აზრიც არის? როგორიც? ვიცი წაღული. წაღული. რამდენი ხართ წაღულში დღეს? რამდენი კომლი ბრძანდებით? დიდი სოფელი იყო, მაგრამ თანდათან დაიცალა სოფელი. დღეს რამდენი ოჯახი ცხოვრობს დაახლოებით? 150-ზე მეტი. მაინც დიდი სოფელია დღევანდელი გაგებით. ჩემ პერიოდში სკოლაში ჩემ კლასში ვიყავით 60 ბავშვი, და ახლა ჩემ სკოლაში არ არის ბავშვი. აი ამ მოვლენების მერე, რაც ამოვლენების მერე დაჩქარდა? დაიცალა სოფელი. ამან დააჩქარა სოფლის დაცვა. არ იცით ზუსტად. იყვნენ თანასოფლელები, ვინც თქვა, რომ ტყეს თუ ვეღარ ვიყენებ, აგერ რუსი მომადგა თოფით. წავალ და სხვაგან ვიცხოვრებ. იყო ასეთი? ეგრეთი არა, მაგრამ მაინც ახალგაზრდები მაინც მიდიან სოფლიდან. ბანო ელგუჯა, ამ პირობებში რომ გიწევთ იქ ცხოვრება, თქვენს ოჯახს, თითოეულ თქვენს თანასოფლელს, ჩორჩანელებს, სხვა სოფლის მაცხოვრებლებს თუ არ შეწუხდებით, რომ ჩვენი სახელით, მთელი პარლამენტის სახელით დიდი მადლობა რომ უთხრათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ, არ გაცვიათ ფორმა სამხედრო, მაგრამ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და მადლობა ამისთვის. კი ბატონო, მე თვითონ მოხარული ვარ, სოფელში ვარ. იქ ჩემ გვერდზე იმყოფებიან სოფლის მაცხოვრებლები და ზრუნავ სოფელზე. და სამშობლოზე. მეწევით შროვალ და დიდი მადლობა ამისთვის და ჩამობრძანებისთვის. დიდი მადლობა. სხდომას დახურულად ვაცხადებ, გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.